საღამოშვიდობის თქვენ უყურებთ დღეს სივრცეს, მე ნინო ზაუტაშვილი ვარ. ხვალ მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს აღნიშნავს. რუსთაველი კი საპროტესტო მარშით აღნიშნავს სამარცხვინო სტატისტიკას. საქართველოს პრესის თავისუფლების ინდექსში ბოლო 1 წელიწადში 21 ადგილით ჩამოქვეითდა. ამ მონაცემებით უკვე ჩამორჩებით ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიცაა ზიმბაბვე, სომალი, უგანდა, მალი, ნიგერია, ჩადი, პაპუა ახალი გვინეა და სხვა აფრიკის კიდე სხვა ქვეყნები. პრესის თავისუფლების ინდექსი 180 ქვეყანაში აფასებს მედია გარემოს სხვადასხვა კომპონენტს, მათ შორის ჟურნალისტების უსაფრთხოებას, მედიის დამოუკიდებლობას, ჩარევებისგან და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. დაგროვილი ქულების მიხედვით ქვეყნების შემდეგ კატეგორიებში ნაწილდება კარგი, დამაკმაყოფილებელი, პრობლემური, რთული და ძალიან რთული. საქართველოს ამ კლასიფიკაციაში მონიშნულია როგორც რთული. ამ დასკვნას 2026 წლის ანგარიში აქვეყნებს ორგანიზაცია რეპორტერების საზღვრებს გარეშე. მაგრამ საქართველოში ამ პუბლიკაციის გარეშეც ყველა ჟურნალისტისთვის აბსოლუტურად ცხადია ყველაფერი. გვინდა რუსთაველიდან ჩავრთოთ ახლა გელა მთილიშვილი მარშის მონაწილეებთან ერთად. გელა, მოგვიყევი, გამარჯობა საღამოშვიდობის. მოგვიყევი, როგორ ჩაიარა მარშმა, რამდენად სოლიდარული იყო საზოგადოება, რა ხდებოდა ამ წუთამდე და ახლა რა მდგომარეობა და რა ვითარებაა რუსთაველზე. ვიგენი საღამოშვიდობისა ნინო, მივესალმებ მაყურებელს. რუსთაველზე ვართ ჯერ კიდევ ჩვენ. თქვენ იცით რომ დღეს საღამოს მოეწყო მარში მედიისთვის, სწორედ ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. თქვენ უკვე თქვით რომ ხვალ პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა. ამ დღეს საქართველოშიც აღნიშნავთ სამწუხაროდ არა კარგი მიღწევებითა და მიგნებებით, არამედ ბევრად გაუარესებული მდგომარეობით, როგორც თქვენ ამის შესახებ საუბრეთ უკვე, სულ ერთი ნაბიჯი დაგვრჩა ისეთ ქვეყნებში აღმოჩნდეს საქართველოს, როგორიცაა რუსეთი, ირანი, ავღანეთი და ასეთი მძიმე ქვეყნები, სადაც ჟურნალისტებს პირდაპირ კლავენ ქუჩაში. ჯერ არ ხოცავენ, თუ არ ჩავთვლით ლექსო ლაშქარავას ძალიან მძიმე შემთხვევას ჩვენი კოლეგის დაღუპვის, გარდაცვალების, მას შემდეგ რაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მაგრამ ჩვენ ყავს პატიმარი, ჩვენი კოლეგა მზია ამაღლობელი, ეს მარში სწორედ მას ეძღვნებოდა, მას და სინდისის სხვა პატიმრებს, რომლებიც რეჟიმს უკანონოდ ყავს დაპატიმრებული, უკვე 1 წელზე მეტია. ფილარმონიიდან დაიძრა მარში, ჩამოვედით რუსთაველის გავლით პარლამენტის შენობასთან და აქედან მარშის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებს, რომლებიც მთავრობის კანცელარიასთან, რომელთა მშობლებიც უკვე 10 დღეზე მეტია მთავრობის კანცელარიასთან ღამეებს ათევენ სასიცოცხლოდ აუცილებელი რამდენიმე წლით რომ გაუხანგრძლივდეთ ბავშვებს სიცოცხლე ამ წამლის მოთხოვნით. ჩემთან ერთად მე ვთხოვე ახლა ყოფილიყვნენ ჩემი კოლეგა ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი, ზურა ბურდული, რომელიც ამ მარში მონაწილეობისთვის სპეციალურად მთიულეთიდან ჩამოვიდა და ლილე ჩხეტიანი, აქტივისტი, მარშის ამ უწყვეტი პროტესტის აქტიური მონაწილე. თავდაპირველად მინდა ზურას ვთხოვო, რა მნიშვნელობისაა მისთვის თავისუფალი კრიტიკული მედია. მე ზურას სწორედ იმიტომ შევარჩიე, რომ მან თავის თავზე გამოსცადა კრიტიკული მედიის მნიშვნელობა იმ პერიოდში, როცა რეჟიმი და ქართული ოცნების ხელისუფლება კრიტიკულად არღვევს ადამიანის უფლებებს. ზურა, მოგვიყვება, რა მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის კრიტიკული მედიის არსებობა ამ ქვეყანაში? მოგესალმებით გელა. პირველ რიგში მიულოცავ დღევანდელ დღეს ქართულ მედიას, იმიტომ რომ ამ ქვეყანას დღევანდელი მოცემულობით ყველაზე მეტად რაც ჭირდება, ეს არის თავისუფალი დამოუკიდებელი მედია. მე წარმოვადგენ ალბათ იმ ერთ-ერთ ადამიანს და იმ ერთ-ერთ ოჯახს, რომელსაც სახელმწიფომ შეუქმნა პრობლემა და ამაზე სახელმწიფოს უარი არ განუცხადება. ანუ იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენ საკუთრებაში შემოიჭრენ, ჩვენი კერძო საკუთრება დააზიანეს, დაშალეს და სახელმწიფომ ამიყენებულ ზიანზე გვითხრა უარი. რო არ ყოფილიყო ის კრიტიკული მედიები და ის ობიექტური მედიები, რომლებიც შემდგომ მე და ჩემ ოჯახს დაგვიდგა მხარში, აღმოჩნდებოდა, რომ ჩვენ ამ ქონების და ამ საკუთრების უფლების გარეშე დავრჩებოდით. ანუ ეს მედია როცა ცხოვრობ თბილისში, იმდენად ვერ განიცდი და იმდენად ვერ აცნობიერებ, რამდენად აუცილებელია, როცა ცხოვრობ რეგიონში, სადაც ყველა პრობლემა თუ არ გაშუქდა, ყველა პრობლემა თუ საზოგადოებამდე არ მიიტანა, ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება არაფერზე არ რეაგირებს. თუნდაც იმ ჩემ შემთხვევაში იყო კონკრეტულად
გულისხმობს, რომ დაშალა ქვეშეთი კობის მშენებლობის პროცესში მშენებარე კომპანიამ დაშალა ჩვენი მიწის ნაკვეთი იმდენად გამოუყენებელი და სიცოცხლისთვის საფრთხეს შემცველი გახდა ეს ქონება, რომ მასზე გავლაც არ შეიძლებოდა. ზურა რომ არ ყოფილიყო კრიტიკული მედია, რომ არ გაეშუქებინა მედიას, რომ არ ყოფილიყო მე საერთაშორისო გამჭვირვალება საქართველოს, რომელმაც ასევე უფასოდ დაგიწვა სასამართლოში, შეძლებდი შენი დარღვეული უფლებების აღდგენა. არა, რა თქმა უნდა, გელა, არა, იმიტომ რომ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს ის რა პრობლემა ჩვენ ოჯახს დაუდგა, ამაზე უბრალოდ არ რეაგირებდნენ, ანუ არ მოქმედებდნენ და შესაბამისად და მოხდებოდა ისე, რომ ჩვენ ამ ქონების და ამ უფლების დარღვევით დავრჩებოდით ისე, რომ რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არ იქნებოდა. რო არა ის მედია და ის კრიტიკული მედია, რომელიც მაშინ მე და ჩემ ოჯახს დაგვიდგა გვერდში. მოვახერხეთ მონაწილეობის და მთიულეთიდან შენი ჩამოსვლის, თქვენი ჩამოსვლის მიზანი რა იყო? მზიას რა პირველ რიგში მე როგორც ერთმა ქართულმა კაცმა მინდა ვთქვა და ბოდიში უნდა უთხრა მზიას, იმიტომ რომ მე ვერ შევძელი რომ ერთი ქალი დამეცვა. მე ეს ვერ მოვახერხე გელა და ამაზე ბოდიშს ვუხდი და ვიმედოვნებ რომ არ ვიქნები მე ეს პირველი და ვიქნებით ბევრი რომელიც სამომავლოდ მზიას შემთხვევას არ დავაყენებთ. მადლობა ზურა შენ ჩვენი სოლიდარობისთვის. ზურა არ არის გამონაკლისი შემთხვევა. ნინო იცით ჩვენ ყოველ შაბათს სწორედ მოქალაქეთა პრობლემებს ვაშუქებთ და მზია არ არის ზურა არ არის გამონაკლისი შემთხვევა. ჩვენ აქ დღეს ბევრი მოქალაქე ვნახეთ რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იყო ჩამოსული სწორედ მედიის სოლიდარობისთვის და მზიას თავისუფლებისთვის. ლილეს მინდა ვკითხო მისთვის რა მნიშვნელობა აქვს თავისუფალი მედიას, უფიქრია და წარმოუდგენია თუ არა, როგორი შეიძლება იყოს ეს ქვეყანა თავისუფალი კრიტიკული მედიის გარეშე, საზოგადოება და ხალხი რომ დარჩეს მხოლოდ პროსამთავრობო პროპაგანდისტული მედიების ამარა და ანაბარა. საღამომშვიდობის პირველ რიგში თავისუფლება და სოლიდარობა მზიას, რომელიც ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივატორია, რომ 500-ზე მეტი დღე ვიდგე უწყვეტ პროტესტში. 500-ზე მეტი დღეა უწყვეტ პროტესტში ვდგევართ, იმიტომ რომ გაცხადებულად რუსები არიან ხელისუფლებაში. და ყველა მოქალაქის ვალია, ანუ ჩემთვის ყველა ამაზე მნიშვნელოვანი უბრალოდ არაფერი არ არის, რომ ამ პროტესტში ვიყოთ და რაღაცნაირად გავძლოთ ბოლომდე და მოვიპოვოთ გამარჯვება და გავათავისუფლოთ ჩვენი სამშობლო. რაც შეეხება თავისუფალ მედიას, წარმოუდგენელია ჩემთვის იმედის და პოზიტივის ამარად დატოვებული საქართველო, ხო? განსაკუთრებით რეგიონები, სადაც ანუ ეს ორი ტელევიზია, რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიები არიან რაღაცა ძალიან დიდი დოზით წარმოდგენილი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი მედიის არსებობა, რომელიც იტყვის სიმართლეს, გააშუქებს სიმართლეს. გელა თქვენ შემთხვევაშიც რამდენჯერ გვახსოვს, როცა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ, რომელსაც საერთოდ ვერ გავიგებდით, გავიგეთ თქვენი მეშვეობით. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ მაგისთვის და თავისუფალი მედია რა პირობებში მუშაობს ქვეყანაში, ამასაც ყველა ვხედავთ, ხო? რამხელა წნეხი როგორი რაღაცა თავდასხმების ქვეშ ხართ და ძალიან დიდი მადლობა ჩემი რიგითი მოქალაქისგან, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, თქვენ მაინც ცდილობთ, რომ საქართველოს და ქართველებს, ქართულ მოსახლეობას მიაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია. მიგიხდით მადლობას ჩვენი თავისუფლებისთვის, მედიის თავისუფლებისთვის, ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, რომ თავისუფლება მზიას კიდევ ერთხელ. თავისუფლება მზიას. ზვიადს მინდა ვკითხო, ზვიად ქორიძე ჩვენი კოლეგა. ზვიად მინდა ვკითხო რას ნიშნავს შენთვის როგორც დიდი გამოცდილების მქონე ჟურნალისტისთვის არაერთი საერთაშორისო რეპორტი გაქვს გაცნობილი ნანახი, ალბათ მონაწილეობაც მიგიღია ამ რეიტინგების დადგენაში და შეფასებაში, რას გვაჩვენებს პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსი, რაც ახლა სულ რამდენიმე დღის წინ რეპორტერების საზღვრების გარეშე გამოაქვეყნა? კატასტროფას. მოკლედ ასე ვიტყვი. მაგრამ დაინტერესებული ადამიანები თუ ნახავენ ერთი გრაფიკა ახლავს აი ამ კვლევას რეპორტიორები საზღვრების გარეშე ვებგვერდზე, იქ არის ჩამონათვალი ამას 4 ქვეყნის და ქვეყნები იყოფა 4 სხვადასხვა ფერად. ეს 4 ფერი ნიშნავს დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყნები, ნაკლებ თავისუფალი ქვეყნები, თუმცა მაინც უფრო ჰიბრიდული, უფრო დემოკრატიისკენ
უფრო ნაკლებად დემოკრატიისგან და ბოლო მეოთხე მაჩვენებელი არის წითელი ფერით, ის არის ქვეყნები, სადაც საერთოდ აღარ იზომება მედიის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება. ჩვენ ვართ სამი საფეხურით დაშორებული აი ამ ჯგუფს და აი ის ვინ ჩვენ ჩამოგრჩება, ისინი არ ჩამოგრჩებიან. კუვეიტსაც, შრი-ლანკასაც, კონგოსაც, ზუსტად იგივე რაოდენობის მაჩვენებელი აქ ხმების, რამდენიც საქართველოს. მინდა გთხოვოთ უბრალოდ ეს ციფრებად რომ არ დარჩეს, როგორ შეიძლება უფრო მეტად მარტივად აუხსნათ საზოგადოებას, რას ნიშნავს ეს სტატისტიკა? ეს ნიშნავს იმას თუ რას ზომავენ ამით. ზომავენ იმას თუ რამდენად თავისუფალია ჟურნალისტი თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. უშლის თუ არა მას ხელს სახელმწიფო, უშლის თუ არა არაფორმალური საზოგადოებრივი ჯგუფები ხელს ჟურნალისტებს მუშაობაში. არის თუ არა ხელმისაწვდომი მედია პროდუქტი საზოგადოებისთვის. შეუძლია თუ არა მედიის სიკეთეებით ისარგებლოს მოქალაქემ. აი ამას ზომავს რეპორტიორები საზღვრებს გარეშე და თუ ამ მაჩვენებლებით ჩვენ აი ასეთ კრიტიკულ ზონაში ვართ, რომ რამდენიმე საფეხური გვაშორებს უკვე და რეალურად არც არაფერი არადემოკრატიულ და არათავისუფალ ქვეყნებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პირდაპირ მოახდენს გავლენას ჩვენ ზოგად დემოკრატიულ სურათზე. ეს მოახდენს გავლენას იმაზე, თუ როგორი იქნება კეთილდღეობის ინდექსი ქვეყანაში, ხო? აი ყოველთვის ძალიან ბევრთან მაგალითად ჩვენს მოქალაქეებთან ვისთანაც ხანდახან საუბარი და კამათიც მქონია იმასთან დაკავშირებით, რომ უკვირთ, რომ როგორ არის ბედნიერების ინდექსით მაგალითად კეთილდღეობისა და ბედნიერების ინდექსით, პირველ ადგილზე როგორ არის ფინეთი, მერე ესტონეთი, ამ ქვეყნებში ხალხო მზე არ ამოდის იძახიან, ადამიანებს როგორ უჭირთ ამ კლიმატურ პირობებში ცხოვრება. ბედნიერების ინდექსი და კეთილდღეობის ინდექსი დემოკრატიაზეა დამოკიდებული და არა კლიმატზე. აი ეს უნდა გავიაზროთ ხო ყველამ რა და ამისი ყველაზე კარგი მაჩვენებელი არის ზუსტად აი ეს ასეთი ტიპის კვლევები. ეს ჩვენ გვეხმარება დიაგნოსტირებაში. იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ყოველდღიურად ცხოვრობთ ამ გარემოში. ჩვენ თითქოს უკვე დავკარგეთ რაღაცა იმუნიტეტის უნარი, ხო, რომ მაგალითად ვიტანთ პროპაგანდის საშუალებებს, ცხოვრობთ პროპაგანდის საშუალებებთან ერთად. მეტიც შეიძლება ჩვენ, აი შენ, ნინო, მე, აი ლილა ჩაერთო, ზურა ჩაერთო, ჩვენ არა ვართ მომხმარებელი პროპაგანდის საშუალებების, ხო? მაგრამ ის პროპაგანდის მექანიზმები ჩვენზეც კი ახდენს გავლენას. ბოლო-ბოლო იძულებული ვხდებით ვუყუროთ ხანდახან, იმიტომ რომ აი ამ პროპაგანდისტულ ტალღას, რომელსაც ხელისუფლება ვკარნახობს, იქიდან ვიგებთ, ხო ჩვენ? იქიდან ვიგებთ რა ტიპის დანაშაულებრივი სისაძაგლეებით ზემოქმედებენ ადამიანებზე, ხო? მოქალაქეებზე, რომლებიც უბრალოდ უმრავლესი ნაწილი მაინც ჩვენი საზოგადოების ტელევიზია დააღიქვამს ამ პროპაგანდის საშუალებებს და იქ რომ ეუბნებიან, რომ თურმე ამის ბავშვებს ჭამენ და უპატიურებენ ევროპაში, რომ ევროპაში ცხოვრება აღარ შეიძლება, იმიტომ რომ ლუკმაპური აღარ აქვთ. ლუკმაპური სახსარი აღარ აქვთ ევროპელებს. ის რომ ევროპაში არის ეკოლოგიური კატასტროფა და გამონაბოლქვი ისეთია, რომ იღუპება ადამიანები ქუჩაში ეცემიან და კვდებიან. აი ამას როცა ეუბნებიან ქარდების მეშვეობით, სიუჟეტების მეშვეობით, ეს ბევრზე ზემოქმედებს, ხო? ეხლა დააკვირდი, აი ამ პროპაგანდისტულ მედიას, როდესაც უბრალოდ პროპაგანდისტულ საშუალებებს, როცა იტანს საზოგადოება და თანაარსებობს მასთან ერთად. ეს ხვდის ჩვენ ზუსტად სარისკო ზონად. კი, ერთი კითხვა მაქვს აუცილებლად. ჩვენ ყველამ ვიცით, მე მაშინ რეგიონულ მედიას წარმოვადგენდი, კახეთში მუშაობდი. გვეხმარებოდი, ბევრი რამ გისწავლებია კიდეც, ჩართული იყავი ამ პროცესში. 2012 წლიდან დღემდე რომ შევაფასოთ, ძალიან მოკლედ ოღონდ 2012 წელს ბევრად თავისუფლები ვიყავით, მათ შორის ჩვენ. მე წინა ხელისუფლების მმართველობის დროს არაერთი ტრავმა მაქვს მიღებული. სახლში გახსოვს ორჯერ მარტო ასაფეთქებელი ხელყუმბარა შემომიგდეს, მაგრამ ასეთი სტრესული, როგორიც ახლა ჩემთვის ეს გარემო დღევანდელი ტოქსიკური და შხამიანი, მაშინაც კი არ ყოფილა.
და ჩვენ ვნახეთ 2012 წელს, როცა საქართველოს რეგიონი არ იყო დარჩენილი, თითქმის სადაც არ იყო თავისუფალი მედია საკმაოდ ძლიერი. რეგიონული მედია ორგანიზაციებზე ვსაუბრობ. დღეს ფაქტობრივად გვაქვს მოცემულობა, როცა საქართველოს რეგიონების უმრავლესობა, უმეტესობა არათუ ადგილობრივი რეგიონული მედიის კრიტიკული დამოუკიდებელი წელში გამართული მედიის გარეშეა დარჩენილი, არამედ ჟურნალისტი აღარ დარჩა. ბევრმა ჩვენმა კოლეგამ პროფესია შეიცვალა და ემიგრაციაში წავიდა. აი ამ სურათის სიმძიმე. მოდი იმასაც დავაკვირდეთ, უახლოეს პერიოდში რა პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას გვაძლევს. საზოგადოებამ რა უნდა გააკეთოს ჩვენთან ერთად, ან ჩვენი მათთან ერთად, რომ თავისუფალი მედია ქვეყანაში შევინარჩუნოთ. ეს არის ბოლო კითხვა ჩემი თქვენ. კი ბატონო, აი ზუსტად იმ კრიტიკულ არხებსაც კი, აი რომელსაც ეხლა ვერთვები, ხო, მე თქვენი გადაცემა გადის ფორმულას ეთერში, TV პირველის ეთერში. ჩვენ ხედავთ, რომ უკვე მათაც კი აღარ აყავთ რეგიონული კორესპონდენტები, იმიტომ კი არა რომ არ უნდათ. უბრალოდ სახსარი არ გააჩნიათ საიმისო და ძალიან რთულად მისახედია საკორესპონდენტო პუნქტები რეგიონებში, ხო? ამას ჭირდება ის სახსრები, რომელიც სამწუხაროდ დღეს ამ მედია საშუალებებს არ გააჩნიათ. ადგილობრივი მედია აღარ არის, რეალურად არ არის. თუ გადავავლებ თვალს, არის რამდენიმე პატარა კუნძული, ხო, ბათუმელები, სამხრეთის კარიბჭე, რაღაც რადიო მარნეული, რადიო ნორმორ, ჯაჰა, მეც ვეღარ წევს ამ ზეწავს, ხო, ჩვენი საზოგადოება და რჩება აი ამ ადგილობრივი მედია ხარდაჭერის გარეშე. აი თუ დავაკვირდებით, წერა რა კი დავიწყეთ რეიტინგებით საუბარი. აი დავაკვირდეთ, რომ 2016 წლიდან გადავხედე ყველა რეიტინგს, რა, რომელიც გამოაქვეყნა რეპორტიორებმა საზღვრების გარეშე და დავინახე, რომ ყოველ წელს არის ვარდნა. და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი კომპონენტი ხელმისაწვდომობა მედიასთან და ხელმისაწვდომობა მედია პროდუქტებზე, რომელსაც კარგავს ჩვენი მოქალაქეები, ეს არის ერთ-ერთი კრიტერიუმი და მაქედან დაიწყო ზუსტად მედია გარემოს შეზღუდვა მთელ საქართველოში, გულისხმობ რეგიონებს და ამან მიგვიყვანა, რა თქმა უნდა, იქ იყო ისეთი პროცესები, რომელმაც ძალიან აწია ჩვენი უარყოფითი სალდო, ხო, იგივე აფგან მუხტარლის ისტორია, არაფერს არ ვსაუბრობ მაგალითად 2021 წლის 5 ივლისზე, რომელმაც საბოლოოდ დაუდო სათავე, რა თქმა უნდა, საბოლოოდ დაუდო სათავე იმას, რომ აი კატასტროფული სიჩქარით დაიწყო ვარდნა საქართველოს რეიტინგი. ბოლო 5 წელიწადში 75 ქულით დავარდა ჩვენი რეიტინგი. 75 პოზიცია და ეს 75 პოზიცია ნიშნავს იმას, რომ აი რაც არასოდეს არ წარმოგვედგინა ჩვენ, რომ საქართველოს შეიძლებოდა სოფლიოში მეტნაკლებად თავისუფალი მედია გარემოს, მეტნაკლებად თავისუფალი დემოკრატიული გარემოს ასეულს ვერ დააკმაყოფილებდა ასეულის მოთხოვნას და ასეთი უკუსლო გვექნება. აი ესე აუთსაიდერების რიგში. ძალიან მოკლედ რამდენიმე სიტყვით მინდა, იმიტომ რომ ჩვენს მეგობრებსაც მინდა ვკითხო, ძალიან მოკლედ რა უნდა გავაკეთოთ ერთად მედიამ და საზოგადოებამ, რომ მინიმუმ ეს ვითარება როგორმე შევინარჩუნოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ თითოეულმა მოქალაქემ ზუსტად გაიგოს, რატომ არის მისთვის მნიშვნელოვანი მედიის არსებობა ქვეყანაში. რატომ არის მისთვის მნიშვნელოვანი ყველა თავისუფალი არხი, რომლითაც კი ის იღებს ინფორმაციას. ეს ინფორმაცია მას სასიცოცხლოდ ჭირდება და ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ არასოდეს არაფრის გამო არ მისცეს საშუალება ჩვენმა მოქალაქემ მთავრობას მოტყუების და ჩვენ ხედავთ, რომ ტოტალურად ატყუებს მთავრობა მოქალაქეს, ნებისმიერ მოქალაქეს ატყუებს მაშინ, როცა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს აი ასე ვანდალურად ექცევა და მერე გამოდის და ამბობს, რომ ამ წამალს ფასი არ აქვს და არავის არ ჭირდება ეს წამალი და მაინც ვერ გადაარჩენს ბავშვებს. ატყუებს მაშინ მთავრობის თავმჯდომარე, როცა გამოდის და ამბობს, რომ ხორცი შეიძლება 9 კილო ატლარად იყიდოს. ეს არის ტყუილები და როდესაც ამ პროპაგანდისტული არხით ის ამ ტყუილზე უბნება მოქალაქეს და მოქალაქეს სხვა რესურსი აღარ რჩება, რომ ეს გადაიაზროს და მას დაეხმაროს ამაში მედია, რეალური მედია, მართალი მედია, მაშინ ეს მოქალაქე იწირება და ეს მოქალაქე დარჩება მარტო. მადლობა ზურა, ძალიან მოკლედ მინდა გკითხო და ამით დავასრულოთ, რა უნდა გააკეთოს
რა უნდა გააკეთონ მოქალაქეებმა ან ჩვენ ყველამ ერთად რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი კრიტიკული მედია გადარჩეს და გააგრძელოს ფუნქციონირება. გელა, აქ პირველ რიგში ეს მოქალაქე საკუთარ თავზე თუ იზრუნებს და თუ საკუთარ თავზე იფიქრებს, უნდა იმოქმედეს საიმისოდ, რომ ეს კრიტიკული მედია უნდა იყოს. Როგორცვე გაქრება ეს სივრცე, ანუ როგორცვე კრიტიკული მედია გაქრება, ეგრევე გაქრება ჩვენი უფლებებიც. ანუ მე ჩემ პრაქტიკიდან გეუბნები, სადაც ჩემი უფლება დაირღვა, სახელმწიფომ არაფერი არ ქნა, პირიქით უარესი გამიკეთა, უფრო დამაზარალა. და თუ მე ჩემს გარშემო არ აღმოჩნდებოდა ეს მედია, ეს კრიტიკული მედია, მე დღემდე ჩემ უფლებებს ვერ აღვიდგენდი. ამიტომ თითოეულმა ქართველმა ეს უნდა იფიქროს, რომ საკუთარ თავზე უნდა იფიქროს და საკუთარ თავზე ფიქრი გულისხმობს იმას, რომ ეს კრიტიკულ მედიას უნდა დაუდგეს გვერდში. კრიტიკული მედია უნდა იყოს. თორე რა წამს ეს გაქრება, გელა, ყველა დღესაც ხო ჩვენ ხელისუფლება ყველაფრის უფლებას აძლევს თავის თავს. იგივე ადამიანის უფლებების ნაწილში, ადამიანის საკუთრების უფლებების ნაწილში ყველაფერში აძლევს, ისეთ ყველაფერში დააცვა საზოგადოებას, ადამიანებს და როგორცვე კრიტიკული მედია გაქრება, ეგრევე გაქრება ის უფლება, რაც კონსტიტუციით გვაქვს ვითომ გარანტირებული და კიდე მინდა მივმართო რა, მე როგორც კაცი ვლაპარაკობ, არა როგორც დაზარალებული სახელმწიფოსგან რა, ის რომ დღეს მზღი ამაღლობელი არის ციხეში გელა. ეს მე როგორც ქართველს, როგორც კაცს, როგორც იმ ტრადიციების და იმ ღირებულებების მატარებელ ადამიანს სწვენია, იმიტომ რომ მე ვერ მოვახერხე, ჩემს გარშემო ბევრმა ვერ მოახერხა ის, რომ ერთი ხალი ესე გავაჯიჯგნინეთ სახელმწიფოს. მე აქ ჩემს პასუხისმგებლობას გრძნობ. და მე კიდევ მზიას ვუხდი ბოდიშს ამის გამო, იმიტომ რომ მე როგორც ქართველმა კაცმა ალბათ რაღაცა დავაკელი ის, რომ დღეს მზია იგზის, სადაც ზის და ბოდიშს ვუხდი და თავისუფლება მზიას, თავისუფლება იმ სინდისის პატერიმრებს, რომლებსაც უბრალოდ ერთი დანაშაული აქვს, რომ უყვარს საკუთარი სამშობლო. და ამისთვის კიდე ალბათ ბევრი დაიჯება, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება დროზე თუ არ მოშორდა, არავის არ გვაპატიებს სამშობლოს სიყვარულს, გელა, არავის. მადლობა ზურა. ლილე, ორიოდე სიტყვით რომ მითხრათ, რისი გაკეთება შეგვიძლია ყველას ერთად ამ ქვეყანაში კრიტიკული თავისუფალი მედიის შესანიშნავად. პირველ რიგში ყველას, ვისაც ამ ქვეყნის ბედი აწუხებს, უნდა იყოს პროტესტში გელა. უნდა იყოს პროტესტში, იმიტომ რომ რამენაირად უნდა მოვახერხოთ, რომ ეს ხელისუფლება, სამარცხვინო ხელისუფლება არ იყოს ამ ქვეყნის სათავეში. ჩემი როგორც რიგითი მოქალაქისთვის ღირსების შემლახველია ესენი რო არიან ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში. რაც შეეხება კრიტიკული მედიისთვის, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, ანუ მათ საჭიროებებს დაუდგეთ გვერდით. რაც კი რამე შეიძლება მათ ჭირდებოდეთ დაუდგეთ გვერდით, ვუყუროთ, ვუსმინოთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არ დავრჩეთ იმ პროპაგანდისტების პირისპირ, მართლაც, იმიტომ რომ ეს რომ არა კრიტიკული მედია და თავისუფალი მედია, ვიქნებოდით აღვირახსნილ პროპაგანდასთან პირისპირ. ამიტომ ბოდიში მზიას მინდა რომ ვისარგებლო შემთხვევით, ბოდიში რომ დღემდე ის ვერ მოვახერხეთ ქართველებმა, რომ ის ჯერ კიდე ციხეშია რუსული ხელისუფლების ტყვეობაში, თავისუფლება მზიას, თავისუფლება სინდისის პატიმრებს და მინდა რომ დარწმუნებული ვარ და ეჭვი არ მეპარება და არ ჩემპარვი არასდროს, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ნინო, დღევანდელი მარში როგორც წეგან გითხარით, იყო მარში მედიისთვის, ამ მარშის ყველა მონაწილეს ჩემი და ჩემი კოლეგების სახელით ვუხდი მადლობას სოლიდარობისთვის. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც შეგვიძლია, ყველა რესურს გამოვიყენებთ ამისთვის ბოლომდე. დიდი მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა გელა შენს და შენ სტუმრებსაც, არაჩვეულებრივი სტუმრები ყავდა ეთერში და რა თქმა უნდა მე ეთერში მოწოდებით თავისუფლება მზიას და სინდისის ყველა პატიმარს თავისთავად ცხადია, თუმცა არ მინდოდა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის ვის წამერთმია ეს მოწოდება ხო როგორც წესი, რასაც პრინციპში შეეწირა კიდევაც მისი კარიერა გუნდროებით. მე ვფიქრობ, რომ ეს დროებითი მოვლენა. ჩვენ დღეს სტუდიაში ყავს სტუმრები, ჟურნალისტები, სალომე ლაბაძე, მიშა სესიაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და რა თქმა უნდა ვიმსჯელებთ და ვილაპარაკებთ იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია დღეს მედია და ამ მდგომარეობის დაკვირვება ჩვენ მე მგონი დავიწყეთ სადღაც ესე 2016 წლიდან უფრო გამოიკვეთა ეს ნიშნები, თუ მე არ ვწდები, მოდი ერთად გავიაზროთ ეს ყველაფერი. მიშა ერთი წელია, რაც მთავარი დაიხურა და შენ ერთი წელია, რაც შორიდან და დისტანციურად აკვირდები ქართული მედიის მდგომარეობას. გაგვიზიარე შენი მიგნებები. მოგესალმები ნინო, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და მადლობა იმისთვის, რომ ამ რთულ დროს შენც და უამრავი ჩვენი კოლეგა აგრძელებს თავის საქმიანობას და აი ამ რთულ დროს ხართ
ჟურნალისტები და აკეთებთ თქვენ საქმეს ამისთვის მადლობა გეკუთვნით თითოეულს და ცხადია ძალიან რთულ მოცემულობაში ვართ, როდესაც ყავს პატიმარი ჟურნალისტი მზია ამაღლობელის სახით, როდესაც ფიზიკური ანგარიშწორების სამიზნეები არიან ჟურნალისტები, არ მინდა ახლა ვინმე გამორჩეს, მაგრამ იქნება ეს მაკაჩიხლაძე, მარიამ გაფრინდაშვილი ერთი წლის წინანდელ მოვლენებს თუ დაუბრუნდები, მოკლედ ძალიან რთული მოცემულობაა. რაც შეეხება უშუალოდ რაღაცა დიდ სურათს რომ შევხედოთ, კი, ჩემთვის პირადად ახლა ამ შემთხვევაში ცოტა სუბიექტური ვიქნები, ალბათ გასაგებია რატომაც ამ მედია სივრცის აღქმა ანუ დაკავშირებულია იმ მოვლენასთან, რაც არის მთავარი არხის დახურვა და გაქრობა, ხო, რეალურად მედია სივრციდან მთავარი არხისა, რომელიც მოდი პირდაპირ ვთქვათ, იყო მთავარი კრიტიკული მედია საშუალება და რომელზეც ასე ვთქვათ სწორება ქონდა მათ შორის სახელმწიფო პროპაგანდასაც და ყველა პარამეტრით ასე იყო მათ შორის რეიტინგით და მონაცემებიც და ვთქვათ სენტიმენტების და ემოციების დონეზეც გასაგები იყო. ცხადია, როდესაც ასეთი ტელევიზია ერთვენიერ დღეს იხურება, ეს ნიშნავს ძალიან მძიმე რეალობას ქვეყნისათვის. იმ სიღრმეებში შესვლა თქვათ ტექნიკურად რა მიზეზებით დაიხურა როგორ და ასე შემდეგ, ანუ თავი დიდი სურათია, ხო? და თუ გვინდა რომ დავინახოთ სად ვართ, ჯერ უნდა დავინახოთ დიდი სურათი, კონტექსტი და მერე უკვე ჩაუყმავდეთ დეტალებს. თავი არის ის, საბოლოო შედეგი არის ის, რომ ეს მძლავრი ხმა თავისუფალი კრიტიკული მედია საშუალება დღეს არ არსებობს. შესაბამისად უფრო მეტი სივრცე გაუჩნდა манипуляციისთვის თუ სხვადასხვა ობსტრუქციისთვის სახელმწიფო პროპაგანდას და კიდევ ერთი მთავარი არხის როგორც მთავარი კრიტიკული მედია საშუალების გაქრობამ გამოიწვია ის რომ სხვა კრიტიკული მედია საშუალებები როგორც არის ფორმულა, TV პირველი, სხვადასხვა ონლაინ გამოცემები გახდნენ კიდევ უფრო მოწყვლადები და ეს რაღაცა დომინოს პრინციპივით არის რა მიწყობილი ერთი თუ წაიქცა, მერე ყველა მოწყვლადია და ყველა შეიძლება მიყვეს რა, ანუ რაღაცნაირად ვაძლიერებთ ერთმანეთს და ამასობაში თან ეს ამკვიდრებს ძალიან ცუდ პრეცედენტს, რომ აი შესაძლებელი ყოფილა რომ თქვათ კრიტიკული ტელევიზია, რომლის ხმაც, რომლის თქვათ ჟურნალისტური გამოძიებებიც აღიზიანებს ხელისუფალს დახუროს და ეს შერჩეს, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ისე გააკეთოს, რომ გააგრძელოს, ვთქვათ, ამ სფეროში ყოველდღიურობა, ესე იგი შესაძლებელია უკვე სხვასაც მიადგეს და სხვა ასე ვთქვათ, ეს მედია საყრდენებიც წააქციოს. კი, ანუ ეს რეალურად არის ისეთი სურათი, როდესაც ყოველი შემდეგი ნაბიჯი იქნება კიდევ უფრო რთული. და ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველი შემდეგი იქნება ეს რუსულ კანონში შეტანილი ცვლილებები, იქნება ეს ახალი რაღაცა ინიციატივები, იქნება ეს კონკრეტული ქმედებები, კონკრეტული ჩინოვნიკების მხრიდან, ყოველი ესეთი ნაბიჯი არის კიდე და კიდე უფრო მძიმე. რატო? იმიტომ რომ ახლა უკან დასახევი გზა მათ აღარა აქვთ, ახლა უკან დასახევი, ვთქვათ, რესურსი ხვდებიან, რომ აღარა აქვთ და შესაბამისად ხო ღია ბრძოლა გამოცხადებული მედიის წინააღმდეგ. გვაძლევს ეს ოპტიმიზმის საბაბს, როგორ ფიქრობ, იმიტომ რომ უკან დასახევი გზა არც ჩვენ არა გვაქვს. მოდი რეალისტები ვიყოთ, ოპტიმისტები ცხადია უნდა ვიყოთ და ცხადია უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, იმიტომ რომ ეს პროფესია ხო არ არის ხო რაღაც ისეთი პროფესია, რომ აი შენ დილით გაიღვიძო, ყავა დალიო, რაღაც წახვიდე, იმუშაო, საღამოს 6 საათზე წამოხვიდე სახლში, რაღაც გაერთო მეგობრებთან, ანუ ჟურნალისტიკა არის სამსახური შენი ქვეყნის, შენი საზოგადოების კონკრეტული იდეალების. იდეალების გარეშე ჟურნალისტი და ჟურნალისტიკა არ არსებობს, ხო? და ეს სხვა შორის იყო მთავარი არხის ერთ-ერთი მთავარი ძალაც, რომ იდეალისტების ნაკრები იყო, რომლებიც დღემდე ამ იდეალების ერთგულები რჩებიან და მიუხედავად ძალიან მძიმე სოციალური, ფინანსური და სხვა პრობლემებისა, ამ იდეალების ერთგულები ვართ და არიან ჩემი მეგობრები დღემდე. ხო, აი ესეთი პროფესიაა რა, მოკლედ, ერთი სიტყვით, რომ შენ იბრძვი უფრო უკეთესი მომავლისთვის. მეტი თავისუფლებისთვის. და არა მარტო შენთვის. ხო, და არა მარტო შენთვის, არამედ საზოგადოებრივი სიკეთეა. თან ყველაზე დაუფასებელიც არის, მოდი ესეც ვთქვათ, იმიტომ რომ არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, მათ შორის ჩამოყალიბებულ შემდგარ დემოკრატიებშიც ყველაზე დაუფასებელი პროფესიაა, მაგრამ ყველაზე საჭირო და ხშირად ვადარებ ხოლმე, რომ აი მაგალითად ტყეში რო ხარ და წყალი წყურია და წყალს იპოვე, დალევ.
შეიძლება არაფერი მოგივიდეს, შეიძლება მოკვდე, შეიძლება მოიწამლო. ჭირდება ფილტრი და ჟურნალისტიკა არის ეს ფილტრი, რომელიც საზოგადოებას ფილტრავს კორუფციისგან, ჩაგვრისგან, უსამართლობისგან, უკანონობისგან და ყველაფერი იმისგან, რაც ადამიანების თავისუფლებას, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს თრგუნავს და ხო, აი ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. მათ შორის აქტიურ ჟურნალისტიკაში მყოფ ჩვენს კოლეგებსაც და მათ შორის იმათაც, ვინც თქვათ დღეს ჩემი გადასახედიდან რო ვთქვა, შედარებით თქვათ არა ვართ აქტიურ ჟურნალისტიკაში ჩამულები, თუმცა ცხადია ვაკვირდებით, ვაანალიზებთ და სხვადასხვა ასე ვთქვათ ინსტრუმენტებს და არხებს ვეძებთ, რომ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ, ჩვენი ხმა მივიტანოთ საზოგადოებამდე და საზოგადოების ხმაც მივიტანოთ იქამდე, სადაც უნდა ხმაც მივიდეს იქამდე, სადაც. დაგიბრუნდები, მიშა, ახლა გისმენდი და მინდა გითხრა, ფიქრობდი, ჩემთვის როგორ შეიძლება შეიძლება ჟურნალისტი აი ამ წუთას არ იყოს აქტიურ ჟურნალისტიკაში ჩაბული. ნამდვილად ძალიან სამწუხაროა, თუმცა მე მაინც გონია, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად შეიძლება უკეთესობისკენ თავისთავად ცხადია. სალომე, ვისაც ახლა გვიყურებ სტუდიაში შენ გარდა, ჩვენ ყველანი ვართ დევნილი ჟურნალისტები, ყველას რაღაცა ისტორია გვაქვს ჩვენი, შეიძლება ეს იყოს თქვა არხის დახურვით გამოწვეული, ან პირდაპირ თქვა ჩვენი განდევნით ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლიდან. ხშირად გიყურებ, როდესაც ჩვენ თქვათ აქტიურად მუშაობ ველზე, ასე ქვია, თქვათ, როცა ჟურნალისტი არის გასული, ეს იქნება პარლამენტის წევრებთან ინტერვიუ, თუ თქვათ, სხვადასხვა მთავრობის სხვადასხვა წევრებთან და ვაკვირდებით დამოკიდებულებას, მათ დამოკიდებულებას კრიტიკული ჟურნალისტების მიმართ. სიმართლე გითხრა, ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის ყურება თუნდაც შორიდან. კადრის მიღმაც გრძელდება ეს ურთიერთობა ამ ტიპის თქვენთან, აი ესეთი ძალიან დამამცირებელი ხშირ შემთხვევაში. და რთული. კადრის მიღმა ზოგჯერ შეიძლება ითქვას, რომ უფრო რთულადაც არის საქმე, იმიტომ რომ მხოლოდ პოლიტიკოსები არ არიან ის აქტორები, რომლებიც გებრძვიან, ცდილობენ შენს დაჩაგვრას და გაჩუებას, არამედ მათ გარშემო არიან მათი დამხმარე პირებიც, რომლებიც ასევე აქტიურად და დიდი ენთუზიაზმით არიან ხოლმე ამ საქმეში ჩართული. თუმცა აი ვიდრე მივალთ ამ დამოკიდებულების გარჩევამდე, მთავარი არხის დახურვის შესახებ საუბრობდა მიშა და მართლა ძალიან საგრძნობია, როგორ შეიცვალა ძალთა ბალანსი მთავარი არხის დახურვის შემდეგ. ისედაც რაოდენობრივად ხელისუფლებისთვის სასურველი მედია იყო ბევრად დიდი რაოდენობით წარმოდგენილი ვიდრე კრიტიკული ტელევიზიები, მაგრამ მთავარი არხის დახურვის შემდეგ კიდევ უფრო დიდი სხვაობა შეიმჩნევა და აი პარლამენტში, სადაც ძირითადად მე ვმუშაობ ხოლმე, ჩემი დაკვირვებით არის განსაკუთრებით ხელსაყრელი გარემო სწორედ ამ მიზეზის გამო, რომ თუ გინდა კრიტიკული ჟურნალისტის დაჩაგვრა, ეს მარტივად გამოგივიდეს, იმიტომ რომ იქ ონლაინ მედია როგორც წესი არ არის ხოლმე წარმოდგენილი, კრიტიკულ ტელევიზიებს შორის დავჭით მხოლოდ ორი ფორმულა TV პირველი და მეორე მხარეს სამჯერ თუ ოთხჯერ მეტი ტელევიზია. და აი ამ პირობებში მოახერხო, რომ მხოლოდ მაინც და მაინც შენი კრიტიკული, უსიამოვნო, ზოგიერთ შემთხვევაში მამხილებელი შეკითხვისთვის აპასუხებინო რესპონდენტს ეს არ არის მარტივი ამოცანა და თუ მაინც მოახერხებ, რომ შენი ხმა გააგონო, პასუხად როგორც წესი იღებ არა ამ კითხვაზე პასუხს, არამედ იღებ თავდასხმას. და ძალიან მძიმე ეპითეტების გამოყენებას სამშობლოს მოღალატე, არ ვიცი, არც მინდა ჩამოთვალო, რასაც ვისმენთ ხოლმე მათგან. სალომე, აქვე მინდა ჩაგეკითხო, ამ შემთხვევაში თქვენი კოლეგა ჟურნალისტები სახელისუფლებო არხებიდან როგორ იქცევიან, როცა თქვენ ასე გესმიან თავს? სრული სიჩუმე, როგორც წესი. არანაირი კოლეგიალობა, არანაირი გამოქომაგება, უხერხულობის გამოხატვა მაინც, რომ აქ რაღაც ისე არ ხდება, როგორც ნორმალურ შემთხვევაში უნდა ხდებოდეს, ამის როგორმე აღნიშვნა, რაღაც წუხილის გამოხატვა. უფრო და უფრო იშვიათდება, ასე ვიტყოდი. აი, თქვენი პროფესიული მოვალეობის, ვთქვათ, პროფესიულ მოვალეობას როგორ ასრულებთ ასეთ შემთხვევაში, იმიტომ რომ თქვენი ამბავი არის ასეთი, რომ უნდა მიიტანოთ ინფორმაცია, კითხვა უნდა დასვათ და ეს ამ კითხვაზე პასუხი უნდა მოისმინოს საზოგადოებამ. ასეთ შემთხვევაში ვერც აჯარო ინფორმაციის მოპოვებაზეა გახსნილი გზები. ეს ფაქტიურად დაიხურა ეს მიმართულება, თუ შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ არც ერთ წერილზე პასუხი არ არის, არც ერთ ზარზე პასუხი არ არის. ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა შეასრულოს პროფესიონალმა ჟურნალისტმა თავისი მოვალეობა? ძალიან იშვიათ შემთხვევაში გვეძრება იმის შესაძლებლობა, რომ შედარებით მშვიდ გარემოში ვქონდეს მაგალითად ოცნების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და ეს ხდება მაგალითად მაშინ, როცა დაგვიბარებენ ხოლმე პარტიაში, პარტიის ოფისში, მოწყობენ ბრიფინგს და იქ ისე რომ სხვა არავინ ერევა შენს საუბარში ახერხებ კითხვების დასმას, მაგრამ ეს ხდება იშვიათად განსაკუთრებულ შემთხვევებში. და აი ამ დროს ახერხებ ხოლმე, რომ იქნებ რაღაც ისეთი მიიღო პასუხად რესპონდენტისგან, რასაც ვერ მიიღებდი სხვა შემთხვევაში.
მაგრამ აი ყოველდღიური საქმიანობის დროს ეს არის ურთულესი და პრაქტიკულად ვერც ვახერხებთ ამის შესრულებას ისეთი ამოცანა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის. ხო, ძალიან რთულია. თან ეს ყველაფერი ისეთი სტრესულია, რომ ეს პირდაპირ ჯანმრთელობაზეც მოქმედებს. მე ძალიან მინდა რომ ამასაც გავუსვათ ხაზი, იმიტომ რომ ჩემს შემთხვევაში მართლა იმოქმედა ჯანმრთელობაზე, იმ ყველაფერმა, რაც განვითარდა საზოგადოებრივ მაუწყებლობაში. დავუმატებ, რომ მენტალური ჯანმრთელობას, რაც ყველაფერს სხვას რო დავიდავანებოთ, მენტალური ჯანმრთელობასაც გულისხმობს. კი ბატონო, თუმცა ამას ვუძლებდით და რადგან დაინახეს რომ ამას ვუძლებდით, ამოქმედეს სანქციების რეჟიმიც, როგორც რაღაც ახალი ბერკეტი, რომელიც გზუდავს, რომ შენი პროფესიული ძალისხმევა არ გამოავლინო. იმდენად რომ ეს ვიღაცისთვის აღმოჩნდეს შემოწუხებელი. თავისუფლად პარლამენტში. მე მინდა შეიტანეს ცვლილება. შესაბამისი ცვლილება. პრაქტიკულად პროფესია აკრძალული უკვე არათუ პარლამენტში კონკრეტული კითხვების დასმა, ასე რომ ეგეც გასათვალისწინებელია თუ ნორმატიულ ბაზას დავაკვირდებით, ან პროფესია ჟურნალისტი, მაგაც ბევრი აღარ დარჩა რომ მთლიანად აკრძალული. ან მხოლოდ ისეთი ტიპის ჟურნალისტი, რომელიც დასვამს მხოლოდ იმ კითხვას, რომელიც წინასწარ წინასწარ ჩამოიწეროს, რა კითხვები იქნება და რა კითხვებს დასვამენ იქ ჟურნალისტები. თავისუფლება მზია ამაღლობელს ეს იყო ფრაზა, რომელსაც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი მოამბის ყველა გამოშვებაში, როგორც წესი იწყებდა ამით იწყებდა მოამბის თავარ გამოშვებებს, რომელიც მას მიჰყავდა. ასევე მოხდა ერთი ძალიან უსიამოვნო შემთხვევა, ეს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრის დროს შენ გააკრიტიკე საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკა. არასწორი საინფორმაციო პოლიტიკა. ვასკა აუცილებლად მინდა კითხო, როგორ ფიქრობ საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი რამხელა ამ ინდექსის ცვლილებაში, დრამატულ ცვლილებაში, რომელიც ჩვენ ახლა ვნახეთ და როგორია მისი ხვედრითი წილი აი ამ სურათის შექმნაში. მადლობა შესაძლებლობისთვის, მოგესალმებით კოლეგებო, თქვენს მაყურებელს მივესალმები, თავისუფლება და სოლიდარობა მზია ამაღლობელს და სინდისის ყველა პატიმარს. საზოგადოებრივი მაუწყებელია საქართველოში უნდა იყოს ფლაგმანი მედია. იგი უნდა იყოს მედია სტანდარტის დამდგენი. იგი უნდა იყოს სხვა მედიების მცველი. იგი უნდა იყოს ჟურნალისტების აღმზრდელი, როგორც აქამდე იყო და ასევე სხვა ჟურნალისტების მცველი აუცილებლად. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომ იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, არათუ ინდექსზე ვილაპარაკებდით ჩვენ, არამედ მე მგონი ამ მდგომარეობამდე საერთოდ არ მივიდოდით და ჩვენ უკვე ვიქნებოდით იმ იჯნაზე, როდესაც ჩვენ ქვეყნიდან ხვდებით სახელმწიფო. საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი არის უდიდესი. საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ 100 მილიონი ლარი იხარჯება საზოგადოებრივი მაუწყებლის შენახვაზე. 34 მილიონი მხოლოდ გასულ წელს დაიხარჯა ხელფასებში. თქვენ ახლა დასვით კითხვა. იღებთ კი რაიმეს სათანადოდ უკუგება გააქვთ იმ 34 მილიონში, რომელსაც ელემენტარულად ხელფასებში იხდით. მიიღეთ კი რაიმე უკუგება იმ 130 მილიონში, რომელიც დაიხარჯა ახალ შენობაში. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის გადამწყვეტი როლი, ვინაიდან ჩვენ ვართ ახალგაზრდა დემოკრატია, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც მოიპოვა თავისუფლება, მაგრამ ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვს გზა დამოუკიდებლობამდე. აქ კი შევხვდა ჩვენ ძალა, რომლისთვისაც მთავარი არის ჯერ პარტია და არა ჯერ საქართველო. არა ჯერ სახელმწიფო. მედია ყველგან დემოკრატიული საზოგადოება დგას მედიაზე. ხო, რატო არის მეოთხე ხელისუფლება? იმიტომ რომ ყველა დანარჩენი ოფიციალური სახელისუფლებო შტოები ანგარიშვალდებულები არიან საზოგადოების მიმართ. მაგრამ როგორ უნდა მოთხოვოს მოქალაქემ პასუხი პოლიტიკოს, აღმასრულებელს თუ კანონმდებელს, ხო? ეს არის იმ 4 წლიან ციკლში მხოლოდ და მხოლოდ მედიით. მედია თხოვს პასუხს პოლიტიკოს. დღეს ჩვენ დაყვანილი ვართ იქამდე, რომ საერთოდ მოქალაქე საერთოდ გათიშული არის თამაშიდან და ეს მოხერხდა იმითი, რომ პირველ რიგში მიიტაცეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომ მიიტაცეს, შემდეგ უკვე გახდა შესაძლებელი, რომ უკვე სხვა კერძო ტელეკომპანიები გამხდარიყვნენ დიდი დარტყმის ობიექტები. დახურული იყო მთავარი არხი, დახურული იყო ონლაინ მედიები, შემდეგ უკვე ქუჩაში იცემა ჟურნალისტები, ხო? ჩვენ გვახსოვს ისეც, რომ სათანადო პასუხი ვერ მოვთხოვეთ, მაგალითად ქართული ოცნების ხელისუფლებას, მაშინ როდესაც ჩვენ პირველად ივნისის მოვლენებისას ქუჩაში გვცემეს და ამ მოვლენებს ემსხვერპლა ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე, ჩვენი კოლეგის სიცოცხლე. ამის შემდეგ ჩვენ მისულები ვართ იქამდე, რომ ერთგვარ ტრაგიკომედიაში გვაცხოვრებს ხელისუფლების მიმტაცებელი. საზოგადოებრივი მაუწყებელი დაიწყება. საზოგადოებრივი მაუწყებელი რომ იყოს მოწოდების სიმაღლეზე, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს არ დაჭირდებოდათ იქ განცხადების შეტანა, რომ ეთერი დაგვითმეთო. არა.
თავად განსაზღვრავდა სარედაქციო პოლიტიკა ამას. როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე იყო ნინო ზაუტაშვილი და თავისუფალი სივრცის გუნდი, რა ხდებოდა? რეალური სივრცის გუნდი ბოდიში. უპრობლემოდ პირველივე დღეს ეს ხალხი იქნებოდა ჩვენ. პირიქით, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე იყო პოლიტიკური არხი, მეორე არხი პოლიტიკოსებს ეთმობოდათ დრო ყველას. მე მზე ამაღლებელ სოლიდარობას უცხადებდი კი, მაგრამ მე ოფიციალურად გამათავისუფლეს იმის გამო, რომ მე ვთქვი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი ვერ ასახავს საზოგადოების დაკვეთას და ვთქვი, რომ ვასილ მაღლაფერიძე ატარებს პოლიტიკურ ინტერესებს საზოგადოებრივ მაუწყებელში და ეს ჩამეთვალა მე უხეში დარღვევად, რაც უხეში დარღვევა არის რეპუტაციის შელახვა. თურმე მე შეულახე საზოგადოებრივ მაუწყებელს რეპუტაცია. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ის გასაღები, რომელიც ჩვენ დაგვალაგებინებს როგორც სასამართლო ხელისუფლებას, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებას, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას, იმიტომ რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა პასუხობდეს საზოგადოების მოთხოვნებს და უნდა იყოს მთავარი მომთხოვნი. მაგრამ რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ პირველ რიგში სიტყვა გააუფასურა და შემდეგ უკვე თუ დაკარგავს სიტყვას, დაკარგავ თავისუფლებასაც. ესე მწამს მე და ამის მომსწრეები ვართ ახლა. დემოკრატია არ არის მხოლოდ და მხოლოდ 4 წლის განმავლობაში ერთხელ ჩატარებული არჩევნები, ეს არის მუდმივი პროცესი, რომელშიც გადაწყვეტილებები არა ძალაუფლებით მიიღება, არამედ საჯარო დებატით. ქართულმა ოცნებამ ლეგიტიმაცია სწორედ მაშინ დაკარგა, როდესაც მან გაწყვიტა კავშირი მოქალაქესთან. მან ის აღარ დადის არც ერთ ტელეკომპანიაში გარდა საკუთარი ტელეკომპანიების. ხო, აი ამაზე ცოტა მოგვიანებით ჩვენ აუცილებლად ვილაპარაკებთ, კითხვებშიც გავიტანთ ამას. შენ 100 მილიონი ახსენე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი და დაგავიწყდა ერთი რამ შეგიხსენებინა ჩვენი მსმენელი მაყურებლებისთვის, რომ ეს ის თანხებია, რომელსაც თქვენ აგროვებთ. ეს არის ჩვენი ტელევიზია, ეს არის თითოეული საქართველოს თითოეული მოქალაქის ტელევიზია არის, რომლის ხმაც დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ ისმის. მაგრამ არის მაგალითად არა მოქალაქის გამტარებელი, მოქალაქის ინტერესების გამტარებელი, არამედ პარტიული ინტერესების, სისტემის ინტერესის გამტარებელი არის და ამის მომსწრენი ვართ, რომ ამდენი წლის განმავლობაში, როდესაც ჩაკეტილი და გადახაზული ქონდა ყველაფერზე დებატები, საერთოდ აღარ იყო. ეხლა, როდესაც დაჭირდა ქართულ ოცნებას, მხოლოდ და მხოლოდ რაც მას უნდა, იმაზე მართავს სისტემურ დებატს. კი ბატონო, ჩვენ ამაზე მეორე განყოფილებაში ვისაუბრებთ. ახლა მინდა კიდევ ერთ ჟურნალისტს მოусმინოთ, გურამ როგავა გვერდება ზუგდიდიდან. მოგესალმებით გურამ, 2 თვეზე მეტი გავიდა, რაც შენს მაყურებელს ფორმულაზე დაემშვიდობე, მაგრამ იმ ბოლო ეთერში ასეთი რამ თქვი, რომ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ფორმით და ყველგან გავაგრძელებო. სად გაგრძელდა შენი ბრძოლა, რა მოხდა შენს პროფესიულ ცხოვრებაში ამ 10 კვირის განმავლობაში და გააკეთე თუ არა რაიმე ახალი დასკვნები მას შემდეგ, რაც ცოტა მეტი დისტანციიდან დააკვირდი რა ხდება დღეს ქართული მედიის თავს. მოგესალმები ნინო, მივესალმები შენ სტუმრებს, უძვირფასეს კოლეგებს და მინდა გითხრათ, რომ კი დასკვნები გამოვიტანე, რაღაცნაირად ცოტა გვერდიდან შევხედე პროცესებსაც, მათ შორის იმ გამოწვევებს, რომელიც წინაშე ჩვენ ვართ, დღეს საერთაშორისო პრესის დღეს ხვდებით, უბრალოდ თვალადის ეს დღე, არა თავისუფლების განცდით ჩვენ ხვდებით ამ დღეს, როგორც საფრთხეში მყოფი ადამიანები თავისუფლების განცდის ნაცვლად რაღაცა გადარჩენის ინსტინქტის უფრო გამძაფრებული ემოციებით და სამწუხაროა ჩემთვის ის, რომ დღეს ქვეყანაში ჟურნალისტებზე თავდასხმა, ჟურნალისტების დაშინება, ჟურნალისტების დაპატიმრება არ არის ერთი და ორი შემთხვევა, ხო? ამან სისტემური ხასიათი მიიღო. ეს არის უკვე სისტემური დანაშაული და რაღაცა ჟურნალისტების მიმართ ზეწოლა, მათი დისკრედიტაცია, ბულინგი, დაპატიმრება, თემა გახდა თითქოს ნორმა. მე დაკვირვება როცა ახსენე ნინო, ყველაზე მეტად ეს მწყინს, რომ საზოგადოების რეაქციები ჩემთვის არ არის საკმარისი. ეს არ არის ის რეაქციები, რაც უნდა იყოს. ჟურნალისტებს დღეს უფრო მეტი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ მაყურებლების მხრიდან და მე ვწუხარ, რომ საზოგადოების ჯერ კიდევ დიდი ნაწილი ვერ აღიქვამს, რომ პრესის თავისუფლება არ ნიშნავს მხოლოდ ჟურნალისტებისთვის პრობლემას, ხო? ეს არის საზოგადოების პრობლემა, ეს არის საზოგადოების უსაფრთხოების პრობლემა. და როცა ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში თავს ესხმიან მიზან მიმართულად, თავს ესხმიან საზოგადოების ხმას, კრიტიკულ მოსაზრებას, როცა მზია ამაღლებელს აპატიმრებენ, ეს ნიშნავს, რომ თავისუფალ სიტყვას აპატიმრებენ. და ეს არ ესმის ბევრს. აი დღეს მარში იყო და მე რატომღაც მოლოდინი მქონდა, რომ უფრო მეტი მაყურებელი გამოვიდო და
ამ ყველაფრის გასაპროტესტებლად. მაგრამ ამას ალბათ აქვს ახსნა ასევე ნინო, მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ჩვენ მიმართ კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ ინტერესი და ნდობა გაიზარდა ამას სატელევიზიო რეიტინგებით აჩვენებს, ხო? მიუხედავად იმისა, რომ უკიდურეს ფინანსურ კრიზისშია დღეს კრიტიკული მედია, რეიტინგებით ჩვენ ვუსწრებთ სხვა ძალიან მდიდარ პროპაგანდისტულ ტელევიზიებს. ახლა რაც შეეხება ჩემს როლს, ნინო, მე ბოლო პერიოდში რაღაცნაირად ჩემ დაუნებურად ასე გამოვიდა, რომ პოზიციონირდი როგორც ქართველი ჟურნალისტების ხმას საერთაშორისო ტრიბუნებზე. ძალიან საინტერესოა, ძალიან საინტერესოა, ეს ძალიან გვაინტერესებდა. მეც მოვკარი თვალი შენს Facebook გვერდზე და თუ შეიძლება უფრო კონკრეტულად ამაზეც რომ გითხრა. კი, მე მიმიწვიეს სულ ცოტა ხნის წინ ფორმულას მაყურებელმა ნახა ჩემი გამოსვლა ევროპარლამენტში ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტში. თავად ამ სტრუქტურის წარმომადგენლებმა მათი მხრიდან იყო დაინტერესება და შემდეგ უკვე ევროკავშირის ელჩთან ერთად მე გავხსენი ფოტოგამოფენა ბრიუსელში, სადაც საგარეო საქმეთა სამსახურის ტრიბუნიდან მივმართე იქ დამსწრე ჩვენს პარტნიორებს და სხვა შორის არ ვიცი ძალიან ცოტა შემთხვევა როცა ჟურნალისტი ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ტრიბუნასთან დგას და ღიად ყვება იმ პრობლემებზე, იმ წნეხზე, რომელსაც ჩვენ განვიცდით, ხო? ეს შესაძლებლობა რომ მომეცდა თუნდაც მე და თავად ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან რომ მივიღე მიპატიჟება ამ ღონისძიებაზე, ასევე ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა რომ მომეცდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად იაზრებენ რა რეალური საფრთხის წინაშე ვდგავართ ჩვენ, მაგრამ ამასთანავე ჩემი ასე ვთქვათ ცოტა წუხილი შეეხება და ამაზე ღიად მინდა დღეს ვილაპარაკო იმას, რომ მაგალითად როცა მე ევროპარლამენტში გამოვედი სიტყვით, მას შემდეგ ბევრმა ისეთმა გადაწყვეტილების მიმღებმა ბიუროკრატმა, ოფიციალურმა პირმა პირისპირ საუბრისას მათ შორის ბრიუსელში ცოტა ხნის წინ ყოფნისას, არაფორმალურ გარემოში საუბრისას მითხრა, რომ აი მე ეხლა გავიგე მაგალითად შენი кейსი. არ ვიცოდი რომ თავდასხმა მოხდა. როცა ჩვენ გგონია რომ ეს ყველაფერი ყველასთვის ცნობილია, ხო? აი მაგალითად ჩემი შემთხვევა BBC-მ, CNN-მა გააშუქა, ხო? საერთაშორისო მედიებმა, მაგრამ ბევრია ჩვენს ირგვლივ კიდევ პარტნიორი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლებმაც მაგალითად არის ის ჩემი შემთხვევა. მაგალითად არის ის ლექსტო ქეშელაშვილის საქმე, მაკა ჩიხლაძის და გიორგი შეწირულის საქმე. ეს არის პრობლემა. ამ წელიწად ნახევარი გავიდა უკვე ამ ამბებიდან და ჯერ კიდევ არ არის სრულფასოვანი ინფორმაცია მიწოდებული პარტნიორებისთვის ნინო. ამაზე გულწრფელად ახლა ღია ეთერში ვსაუბრობ, იმიტომ რომ ეს კრიტიკა მიიღოს იმან, ვისაც ეხება ეს ყველაფერი. რაც შეეხება დაინტერესებას ჩვენით, მაგალითად მე ამ დღეებში მივდივარ ბრიუსელში და მომდევნო თვენახევრის განმავლობაში მექნება შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და მე დაპატიჟეს იქ როგორც მაგალითი იმისა, თუ რამხელა ფასის გადახდა უწევთ დღეს საქართველოში ჟურნალისტებს იმისთვის, რომ შეასრულონ თავისი მოვალეობა, ხო? და ჩემი ისტორია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ არის ერთი ჟურნალისტის ისტორია, ამიტომ არის ეს საინტერესო, ხო? ეს არ არის ერთი და ორი ამბავი, ეს არის სისტემური მიდგომა, სახელმწიფო ამ ქვეყანაში ღიად უპირისპირდება ფიზიკურად ყველა ჟურნალისტს, რომელიც ცდილობს რომ აჩვენოს რეალობა. რას ვაკეთებდით ჩვენ, ხო? მე მაკა ჩიხლაძე, ლექსტო ქეშელაშვილი, ვაჩვენებდით რეალობას, რომლის დაფარვაც სურდა ხელისუფლებას და ამიტომ გავხდით სამიზნე ჩვენ. და აუცილებლად მინდა ხო დაასრულე და შემდეგ უნდა დაგისვა. კი, და აი საყვედურების ჩამონათვალი რატომ გავაკეთე? მე მაგალითად ახლა ბრიუსელში ევროკავშირის ელჩთან ერთად როცა მივიღე მონაწილეობა გამოფენის გახსნაში, სადაც მზდიას ფოტო იყო წინაპლანზე, ხო? მისი ფოტო იყო მთავარი გზავნილი ამ გამოფენაზე და სხვა შორის ელჩის განცხადებას, რომელიც ძალიან ადეკვატურად აფასებდა რეალობას. ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა, საპროტესტო განცხადებები მოვისმინეთ თბილისიდან და ის დაიბარეს ეგრეთ წოდებულ საგარეო უწყებაში. მოკლედ ეს პერიპეტიები ყველამ ვიცით, მაგრამ ხო, მე ასევე მაქვს ინფორმაციაში დაწყარებიდან რომ ძალიან გაღიზიანდნენ რომ ელჩთან ერთად ევროკავშირის ელჩთან ერთად პაվել ჰერჩინსკისთან ერთად მე ვიყავი იმავე ტრიბუნასთან, ხო? ეს არ არის მარტივი ამბავი, ჩემი აღთქმით და ასევე ბევრის აღთქმით, ნინო, რომ მე ვიდექი ევროკავშირის საგარეო საქმეთა ქმედებათა სამსახურის ტრიბუნასთან, ხო? ჟურნალისტი დგას ტრიბუნასთან, რომელიც არის ძალიან დიდი ძალა და ეს არის გზავნილი, რომ ხედავთ
გისმენთ, თქვენ ხართ მნიშვნელოვანი ჩვენთვის და გვინდა რომ გადავარჩინოთ დემოკრატიას საქართველოში. დღეს ჩემთვის დემოკრატიის ბოლომცველები არიან ჟურნალისტები, მედია, რომელიც მუშაობს უკიდურეს ფინანსურ კრიზისში, უხელფასო და მაუწყებლობთ ახლა თქვენ ხშირად ელექტროენერგიის გადასახადი არ არის ტელევიზიაში და არ ვიცი კიდე როგორ ახარხებთ ეთერში გასვლათ. ამ დეტალებს რომ უყვები, შოკში არიან. აი, ბევრი მაგალითად ვინც ბრიუსელში ჩადის, უყვება რომ აი ეს და ეს კანონი მიიღეს თბილისში, აი როგორი შეზღუდეს მედია, მაგრამ ბევრი ბიუროკრატია ევროკავშირში ვერ აღიქვამს ამას რა შედეგები მოყვება, ხო? აი რომ დავწვრილმანდი დეტალურად ავუხსნი პრაქტიკაში რაც ნიშნავს ეს კანონები, რომ შუქის გადასახად ვერ იხდის ხშირად ტელევიზია, უბრალოდ შოქში იყვნენ გადაჭარბების გარეშე. და აი ეს არის საჭირო, რომ მათ დამართვლით, კონკრეტულად უთხრათ, როგორ კლავს თავისუფალ მედიას და შესაბამისად დემოკრატიას ივანიშვილი ჩვენს ქვეყანაში და ერთ დავამატებ, ნინო, მე სადაც ჩავდივარ და სადაც ვცდილობ რომ ვიყო თქვენი ხმა საერთაშორისო პარტნიორებთან, ყველგან ვახსენებ ჩემი кейსიდან ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან საყურადღებო დეტალს, რომ წელიწად ნახევარზე მეტი გავიდა და ტელეკომპანია იმედ ჩემზე თავდასხმის ამბავი მაყურებლებისთვის არ მოუყოლია, არ უჩვენებია კადრი, თითქოს არც არაფერი მომხდარა და გამოძიებაზეც მინდა კითხო ძალიან ხო, აი მოკლედ რომ მიპასუხო, გამოძიებასთან დაკავშირებით. კი ბატონო. ამ მაგალითს მათ უყვები, იცი რატომ? იმიტომ რომ მაგალითად ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებში, ევროპარლამენტში, ევროკომისიასთან თუ სხვადასხვა შენობებში Russia Today ჟურნალისტებს არ უშვებენ, მათ აკრედიტაციას არ აძლევენ, იმიტომ რომ ისინი არიან პროპაგანდისტები, მატყუარები, ხო ეს ოფიციალურად დოკუმენტურად ევროკავშირმა მიიღო, რომ Russia Today არ არის ჟურნალისტიკა და მე მათ უყვები, რა განსხვავებაა Russia Today-სა და იმედს შორის? აი თუნდაც ჩემი მაგალითი აიღეთ, გამოიტანეთ დასკვნები, აუკრძალეთ მათ ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობას. სანქცირებული არხია უკვე იმედიც და პოსტი. კი, სანქცირებულია, მაგრამ მეტია საჭირო. მაგალითად, იქ არ უნდა მუშაობდეს იმედის ჟურნალისტი, მას არ უნდა ეძლეოდეს ამის უფლება, იმიტომ რომ ისინი არ არიან ნინო ჟურნალისტები. ისინი არ არიან ჟურნალისტები, ისინი წარმოადგენენ ერთ-ერთ, აი როგორც მამუკა მდინარაძეს რაღაცა ერთკაციანი სამინისტრო შეუქმნეს, ასე რაღაცა დანაყოფი და სტრუქტურაა ამ ხელისუფლების იმედი, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს, დისკრედიტაცია და ბულინგი იმ ადამიანებისა, ვინც ვართ კრიტიკულად განწყობილები და კი, ეს ყველაფერი საკუთარ კისერზე მოყოლას გამოდის. გაიაზრეთ, რომ მედიის თავისუფლება ეს არ არის ჟურნალისტიკის საკითხი, ეს თქვენი უსაფრთხოების საკითხია. თუ თავისუფალი მედია არ იქნება, უბრალოდ თქვენ ამ ქვეყანაში უსაფრთხოდ ვერ იქნებით, თუ ჩვენ ვერ ვიმაუწყებლებთ, მათ შორის თქვენ ჩემო ძვირფასო მაყურებელო, ვისაც შეიძლება არ გესიმპათიურებათ ფორმულა, არ გესიმპათიურებათ ნინო, გურამი, თქვენ უბრალოდ ამ ქვეყანაში მშვიდად ვერ იცხოვრებთ, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან თქვენც რაღაც შეგემთხვევათ და არავინ იქნება, ვინც ამ ამბავს გააშუქებს. გურამ, უღრმესი მადლობა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კიდე შევხვდებით ეთერში, ახლა პატარა სარეკლამო ჭრაზე გავალთ და დავბრუნდებით. შაბათი მარშის დღეა დამოუკიდებელი მედიის სოლიდარობისთვის, მზიას თავისუფლებისთვის, ჩვენი ევროპული მომავლისთვის. დემონსტრაცია ფილარმონიიდან პარლამენტამდე დღეს ამგზავნილებით გაიმართა. საქართველოს დრამატული ვარდნა მედიის თავისუფლების ინდექსში ამ თემაზე ვაგრძელებთ მსჯელობას ჩვენ სტუმრებთან ერთად. სხვა შორის ძალიან ბევრი ადამიანი, ვასკა, მეინსტრიმ მედიიდან გადავიდა ონლაინ მედიაზე, იმიტომ რომ ეს ჯერ ისეთი ნაკლებ დანახარჯიანია, თუმცა თავისთავად ცხადია, ამას ყველაფერს მაინც სჭირდება რესურსი, რომ გააკეთო ხარისხიანი. რამდენად შეიძლება ხა შენც ფორმულაზე არა ჩვეულებრივი სახალხო მოამბე, რომელიც მიყავს, სხვა შორის ერთხელ მომიწია შენი შეცდო, როცა შენ დაგაპატიმრეს. სახალხო მოამბე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, როცა რეგიონებში დადიხართ და ადამიანებს პირდაპირ ეთერში, პირდაპირ ეთერის რეჟიმით, პირდაპირ კითხვებს უსვამთ, თქვათ, მათ მოსაზრებებს ისმენთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ როგორ უნდა გაუმკლავდეს ონლაინ მედია, რომელსაც ძალიან ბევრი კანონით ზღუდავს მთავრობა, თქვათ, აი იმ ძალიან დიდ პროპაგანდისტულ მანქანებს, რომლებსაც ფაქტიურად უსაზღვრო ფინანსური რესურსი აქვთ. როგორ წარმოგიდგენია ამის გაკეთება? გულწრფელობით და თავდადებით. სახალხო მოამბე კეთდება ახალგაზრდების ენთუზიაზმით. ორი ოპერატორი გოგო არის. ასევე ისინი არიან შემდეგ უკვე ჩართულები მონტაჟზე. არის კიდევ გუნდი, რომელიც იდეაზე მუშაობს. ეს არის პროექტი, სადაც არავინ არ იღებს ხელფასს. პირიქით, იქით საკუთარი ჯიბიდან შეძლების დაგვარად რაც გაგვაჩნია, საწვავი ჩავასხათ და გზაში
ერთი ხაჭაპური, ერთი წყალი ჭამოთ, რომ შევძლოთ მუშაობა. ასე კეთება გადაცემა, რომელსაც აქვს საკმაოდ ბევრი ნახვა და რომელიც მე მგონი მაყურებელში მას ხიბლავს ის, რომ ის არის გულწრფელი. იქ ისმის ადამიანების ბოდიში გულწრფელი საუბარი. მე როდესაც ვთქვი, რომ მოამბეში აღარ ისმის ხალხის ხმა, ეს არის რაც უნდა ისმოდეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. როგორ ცხოვრობს ხალხი? რა აწუხებს? სათხედავს პრობლემის სათავეს, არს გამოსწორების გზას. შეიძლება ესეთი რაღაცების გაკეთება ძალა ერთობაში. სახალხო მოამბე არის ახალგაზრდების, ენთუზიასტების, იმ ადამიანების მუშაობის და შრომის შედეგი, ვისთვისაც არის ჯერ საქართველო და არა ჯერ პარტია, ან ჯერ ფული და მერე საქმე, ან სამსახური. ესენი არიან პატრიოტი, ახალგაზრდები, რომლებსაც უნდათ გააგებინონ ყველას, რას ფიქრობს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს ხაშურში, რომელიც ცხოვრობს გორში, ამბროლაურში, ოზურგეთში. კი, თუმცა, როდესაც იქიდან გვიპირისპირდება პროპაგანდა, ამ პროპაგანდას აქვს ფსიქოემოციური პროგრამირების მეთოდი არჩეული. ის დაშენდა მაშინ ძლავრად, როდესაც ქართულმა ოცნებამ გამოიყენა ეგზისტენციალური შიში. აბა ომი გინდა. და შემდეგ უკვე, როდესაც ემოციური ნიადაგზე ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, მხოლოდ და მხოლოდ მასთან გულწრფელი ურთიერთობა გაძლევს შესაძლებლობას, რომ აი ამ ემოციამ პროპაგანდით აშენებული კედელი გაარღვია. სხვა არაფერი. თუმცა კი შემდეგ მასზე ისევ იმუშავებს პროპაგანდა. ამიტომ აუცილებელი არის, რომ მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ საქმის კეთებაში, რასაც ქვია გულწრფელი ლაპარაკი. ძალიან ადვილი არის, ძალიან ბევრი ადამიანი არის ჩართული. ბოლოს, როდესაც მე ფორმულაზე ვიყავი სტუმრად, აქ იყო შმაგი სამხარაძე, ადამიანი, რომელიც მუშაობს TikTok-ზე, რომელიც აკეთებს ვიდეოებს. არაჩვეულებრივ კონტენტს ქმნის და მის კონტენტს აქვს გავლენა. დღეს ჩვენ ყველას გვაქვს შესაძლებლობა გავხდეთ ავტორი. თუ შენ ამ პროდუქტს აკეთებ გულწრფელად, თუ შენ მართლა შეგტკივა გული იმაზე თუ რა ხდება შენს გარშემო, აუცილებლად შენ გეყოლება მაყურებელი. აუცილებლად შანსი არ არის არ ყავდეს. მაშინ როდესაც მაგალითად ესეთი პრობლემები მაქვს ქვეყანაში, მაშინ როდესაც ისტორიაში პირველად ყავს პოლიტპატიმარი ჟურნალისტი ქალი მზია ამაღლობელი. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი გაგებით, დაწერილი თუ დაუწერელი კანონებით ავუხსნი და დაუდასტურებ, რომ იგი ტყუილა უბრალოდ ზის ციხეში, უსამართლოდ წელიწადზე მეტია უკვე. ესეთი პრობლემები არის ძალიან ბევრი. დღეს ჩვენ ვართ იმ სახელმწიფოში, სადაც მაგალითად არ ვიცი ერთი მთავრობის მეთაური ყავდა, რომელსაც მისი დამნიშავი, დამსაქმებელი ამბობდა, რომ რაც გინდათ ის დაუძახეთო და ახლა პატიმარი ქვია მას, 5 წლით არის ციხეში გაშვებული და მეორე ყავს ასევე დასაქმებული მთავრობის მეთაური, რომელსაც უკვე რბილ-ხორცს ეძახის საქართველოს მოსახლეობა. აი ამ რეალობაში ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი. ძალა ერთობაში არის ქართველი ერის სიბზნეში მეეჭვი არ მეპარება, თავარი არის ჩვენ მოვინდომთ. და ჩვენ თუ მოვინდომთ აუცილებლად გამოგვივა ყველა. სანამ შემდეგ სტუმრებზე გადავალ, საზოგადოებრივი მაუწყებლის თემა უნდა გავაგრძელო, მაგრამ არა საქართველოს, არამედ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი პროექტით, რომელმაც ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური შექმნა. VTL საქართველოს News უკვე პირდაპირ ეთერშია. რატი მუჯირი გვერდდება ვარშავიდან, რატი მოგესალმებით, გილოცავთ ქართულ-პოლონურ დებიუტს, მთელ გუნდს. ეს სიახლე თან სასიხარულოა და თან ცოტა სევდიანი მისი კონტექსტის გათვალისწინებით და ალბათ ამაზე ვისაუბრებთ ცოტა მოგვიანებით. პირველ რიგში მოგვიყევი მეტი ამ პროექტის შესახებ. რა არის VTL საქართველოს News და როგორ გაჩნდა ის? გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ ვესაუბრა ამ პროექტზე. სულ ცოტა ხნის წინ თავად ეს იყო პოლონური მხარის ინიციატივა, პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის საერთაშორისო მაუწყებლობის ცენტრი არსებობს ასეთი მაუწყებლის ქვეშ, რომელიც მოიცავს თავის თავში ძალიან ბევრ სხვადასხვა ენის მაუწყებელს და მათ შორის გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ქართულენოვანი უნდა ყოფილიყო. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროექტის ქვეშ უკვე მუშაობს უკრაინული, რუმინული, რომელიც მოლდოვაზე
ზღვაზე გადაიცემა, ასევე სომხური, ქართული ჩაეშვა, უახლოეს მომავალში დაგეგმილი არის აზერბაიჯანური და ყაზახურის გაკეთებაც და რა თქმა უნდა ასევე არის ბელარუსული და რუსული მაუწყებლობები და ეს პირველ რიგში შეიქმნა იმისთვის, რომ საქართველოში მასში როდესაც ასეთი რთული ვითარება არის მედიის მხრივ და ჩვენ ვიცით როგორ დევნას განიცდიან ჟურნალისტები საქართველოში განჩნდა იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა ერთი საინფორმაციო ფანჯარა სადაც საშუალება იქნებოდა ქართულ მაყურებელს გაეგო ამბები საერთაშორისო საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტით იბიუს სტანდარტით მინოს შენც და მეც საზოგადოებრივ მაუწყებელში გვიმუშავია და ვიცით რა სტანდარტზე არის საუბარი შესაბამისად ჩვენი პირველი კვირა უკვე დასრულდა ერთი კვირა რაც ეთერში ვართ და ყოველ ორშაბათს და ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დღეში ერთხელ იქნება 18-წუთიანი საინფორმაციო გამოშვება სადაც ჩვენ ვეცდებით აი ამ სტანდარტით ქართულ მაყურებლამდე მივიტანოთ ახალი ხმა და ვეცადოთ გავაშუქოთ ფაქტები და ფაქტები რომელიც მოსებული იქნება კონკრეტული კონტექსტით რადგან კონტექსტი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად ცხადია. წეგან ვახსენე რომ სასიხარულოსთან ერთად ცოტა სევდიანი ამბავია თქო. ერთი მიზეზი რატომაც ასე მივიჩნევ, ბოლო კვირის შემთხვევაა. გეცოდინება რომ კანცელარიასთან დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები მე-12 ღამეს ატენებენ წამლის მოთხოვნით და აი ამ მშობლებმა ასევე გასულ კვირას აქცია გამართეს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ეთერის მოთხოვნით. მე ვერ წარმომიდგენია რატომ უნდა სჭირდებოდეთ შენივე ქვეყნის მოქალაქეებს აქციების გამართვა და ეთერის წართმევა თუ მოპოვება იმ არხზე, რომლის არსებობაშიც უზარმაზარ თანხას იხდიან. გაცილებით მეც ვიდრე ამ 100-ოდე ბავშვის მედიკამენტებით უზრუნველყოფა სჭირდება. მეორე მხრივ უყურებთ პოლონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც ქართულ ენოვარ სამსახურს ხსნის. ძალიან მცირე აუდიტორიისთვის ქართულ ენაზე ხომ სულ რაღაც 3.500.000 ადამიანი ვლაპარაკობთ. როცა პოლონეთის მოსახლეობა 38 მილიონს აჭარბებს. საერთოდ რატომ მოუვიდა აზრად თავში პოლონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ქართულ ენოვანი პლატფორმის შექმნა, შე როგორ ფიქრობ? და თქვენი სტუდია თუ არ ვცდები ვარშავაშია. სტუდია ვარშავაში არის, თუმცა ფრილანსერები თბილისში გვყავს, საიდან მზადდება რეპორტაჟები, ნიუსები და არ ვიცი კონდეთ თუ არა საშუალება გედევნებინა თვალყური პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულმა რედაქციამ დაუთმოთ როდეშენის შესახებ ჩვენ მქონდა აქედან ინფორმაცია ცხადია. რაც შეეხება თუ რატომ გაჩნდა ეს იდეა, კიდევ ერთხელ ჩვენ სუბიექტურ ასს ვიტყვი ამ შემთხვევაში არის ის რომ ევროკავშირში კარგად ხედავენ თუ რამდენად რთული მდგომარეობა არის საქართველოში მათ შორის ჩვენ ვიცით როგორ არის შეზღუდული ჟურნალისტების უფლებები იგივე თუნდაც სარეკლამო ბაზარი ფინანსური მოქმედება როგორ მიმდინარეობს და სავარაუდოდ გაჩნდა იდეა რომ აი ეს ახალი პანჯარა გაჩნდარიყო სადაც ჟურნალისტებს საქართველოს შესახებ საქართველოსთან გვექნებოდა საშუალება რომ აი ეს საინფორმაციო პანჯარა გაგვიხსნა და დამატებითი ინფორმაცია მიგვეწოდებინა მათ შორის იმ საკითხებზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს და აქტუალურია, ბუნებრივი არის აქ საუბარია აბსოლუტურად მაქსიმალურად მიუკერძოებელ და დაბალანსებულ ინფორმაციაზე, იმის შესახებ თუ რა ხდება საქართველოში და კიდევ ერთხელ აქ საუბარია კონტექსტზე და კონტექსტის აღქმაზე, იმის შესახებ თუ რა და როგორ ვითარდება საქართველოში. თქვენ ხართ მოკლედ პოლონეთში, როგორც უკვე გითხარი, სტუდია არის ვარშავაში. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ გუნდის ნაწილს მაინც მოგიწიათ ფიზიკური რელოკაცია და საცხოვრებელი ქვეყნის გამოცვლა. ეს ქვეყანა ჯერ იგითი მოქალაქეებისგან დაიცალა, ახლა კი უკვე პროფესიული ჯგუფები მიყვა. ნიშნავს თუ არა ეს მედია მიგრაციის დაწყებას? ეს ჩემთვის ძალიან არასასიამოვნო იქნება თუ ასეა, მაგრამ შენ როგორ თვლი რატი? მედია მიგრაცია საქართველოსთან არ დაწყებულა თქვათ ჩვენით ვინც ვართ ვარშავაში ვარშავის სტუდიაში ჩვენ ვიცით რომ მედია მიგრაცია ძალიან დიდი ხანია უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს საქართველოსთან და ყველაზე სამწუხარო არის ის რომ ძალიან გამოცდილი და მაღალპროფესიონალი ჟურნალისტები საქართველოსთან მიდიან და სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევაში არ მიდიან პროფესიული ნიშნით ჩვენ პროფესიული ნიშნით წამოვედით მე ვერ დავარქმევდი ამას მაინც და მაინც რელოკაციას იქიდან არა იმიტომ რომ ფიზიკურად ასე არ მოხდა კი ეს ფაქტობრივად ასეა ჩვენ ფიზიკურად გადმოვიდით ვარშავაში სამუშაოდ და საცხოვრებლად თუმცა ამ პროექტის ფარგლებში ეგუთა საქართველოს ნიუსის მსგავსად როგორც ვთქვით არსებობს იგივე თქვა ვტჰ-სთან ნიუსი რომელიც სომხურენოვანია ასევე მოლდოვა ნიუსი და
პრინციპი და პროექტია ასეთი, რომ სტუდია ვარშავაშია, წამყვანები, პროდიუსერები ვარშავაში ვართ და ადგილებზე მუშაობენ ფრილენსერები, ჟურნალისტები, რომელიც ადგილიდან ასე ვთქვათ მაუწყებლობენ. თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ როგორც თქვი, სამწუხაროდ უკვე ძალიან დიდი ხანია მედია მიგრაცია დაწყებული არის. პირველი ტალღა, ასე ვთქვათ, მედია მიგრაციის იყო შიდა მიგრაცია, როდესაც ტელევიზიებიდან და თუნდაც ონლაინ მედიებიდან YouTube-ზე გადაინაცვლეს ჟურნალისტებმა და YouTube პლატფორმის გამოყენება დაიწყეს. რადგან გაცილებით იაფი საკეთებელი არის ეს და იქიდან არის მცდელობა და არის წარმატებული ქართული პროექტები YouTube-ზე. შემდეგ უკვე იყო მიგრაცია უკვე ქვეყნის გარეთ ჟურნალისტების, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავ, ძალიან მაღალი პროფესიონალების, ძალიან კარგი ჟურნალისტების და სამწუხარო ამბავში ის არის, რომ ისინი პროფესიულად არ წასულან ქვეყნიდან. შესაბამისად კი სამწუხაროდ მედია მიგრაცია არსებობს ქვეყანაში და ეს ფაქტობრივი მოცემულობაა, რასაც თვალე უნდა გავუსწოროთ. რატი, ძალიან დიდი მადლობა და გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებებს. რა თქმა უნდა, თქვენ ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი პროფესიისთვის, რისთვისაც ამდენი ხანი ვიბრძვით და წვალობთ, შეიძლება ითქვას ძალიან ხშირ შემთხვევაში. რატი, დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს. მიშა, 6 წელი არსებობდა მთავარი. 6 წელი ის იყო რეიტინგების ტოპ პირველ სამეულში. ერთადერთი მე მგონი იმედი უსწრებდა ესეც მისი ეს რეიტინგები არ იყო იმასთან რაც იყო იმ მაშინდელი რუსთავი 2 რომელიც სასამართლო მიტაცების გზით ასე ვთქვათ ჩამოშალა და გაანადგურა. მაგრამ თქვენ მაინც მოახერხეთ სწრაფად აღდგენა ძალიან ძალებისაც, რესურსებისაც. ეს ერთგვარი მედია სასწაული კი ნამდვილად იყო, რომ 19 დღეში ისე იგივე გუნდი, იგივე იდეალებით და იგივე პრინციპებით და იგივე ენერგიით დაბრუნდა და იგივე ხარისხით. ხო, ეს ხარისხი არის რაღაცები, რაზეც შეიძლება კომპრომისი ეწახვიდე, ხარისხზე ვერ ეწახო კომპრომისი და იდეალებზე. იდეალებთან და ხარისხთან მოკლედ კომპრომისები არ გამოდის. ხო, ნუ მოკლედ და ხო, ამ ბოდიში გაგაწყვეტინე. არა, უბრალოდ აი რომ ამ 6 წლის განმავლობაში რა პროფესიის დაკარგვა თუ ეს სამსახურის დაკარგვა, აი ხო, არ არის მარტო სამსახურის დაკარგვა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მტკივნეული ადამიანურათაც, იმიტომ რომ შენ ხედავ როგორ ცდილობს უკვე სრულად ჩამოყალიბებული ავტორიტარული რეჟიმი იმ პროფესიის განადგურებას, რომელშიც შენ არაერთი წელი ძალიან ბევრი ენერგია და ძალიან დიდი სიყვარული გაქვს ჩადებული და რომელიც გინდა რომ აკეთო და გააგრძელო და ხედავ როგორ ყავენ ამ პროფესიას მიზანმიმართულად, როგორ დევნიან შენს კოლეგებს, როგორ უსწორდებიან ფიზიკურად, გურამი გვერდთვებოდა ახლა რომელიც არ ვიცი სასწაულით გადარჩა ნამდვილად მერც მადლობა რომ არ ვიცი 1 სანტიმეტრი რო იქით ყოფილიყო, ალბათ ძალიან ძიმე შედეგი შეიძლება და დამგარიყო და არ ვიცი ყველა სხვა ჟურნალისტი რომელზეც ფიზიკურად ხდებოდა თავდასხმები და ანგარიშტორები სამწუხაროდ ლექსო რომელიც ცოტა უფრო ადრე იყო ლექსოს ამბავი, მაგრამ ნუ ლექსო ამ ყველაფერს შეეწირა. ხო, ეს ადამიანური ძალიან ძიმე და ასაქმელია, მოდი ასე ვთქვათ, მით უმეტეს, როდესაც უკვე ასე ჩემ შემთხვევაში აქტიური ჟურნალისტიკის მიღმა ვადევნებ თვალყურს ამას და კიდევ უფრო მეტად მტკივნეულია იმის გააზრება, რომ ის მიზანი, რომლისკენაც ეს ქვეყანა მიდიოდა, ის იდეალები, რომლისკენაც ჩვენ საზოგადოება მივდიოდით და ვაშენებდით, აი და ვაშენებდით არა 1 და 2 წელი და არა მარტო მთავარი არხის გუნდი, არამედ რა ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი სფეროდან როგორ მიზანმიმართულად აანადგურებენ ამ ყველაფერს რა, როგორ მიზანმიმართულად აანგრევენ, იქნება ეს თავისუფალი სიტყვა, იქნება ეს სამოქალაქო საზოგადოება, იქნება ეს ფუნდამენტური უფლებები, იქნება ეს უბრალოდ ის რომ ადამიანი Facebook-ზე გამოთქმული მისი აზრის გამო 15 დღით ციხეში არ გაუშვა თუ იქნება ეს ის რომ ავიცი მშობელს უნდა მისი შვილისთვის წამალი და ამაში ითხოვს დახმარებას და ეს არ უნდა იყოს რაღაც ამორფული და ამოვარდნილი, ხო ეს არის ისეთი რაღაცები, რაზეც არ უნდა ჭირდებოდეს ადამიანებს ბრძოლა და არ უნდა ჭირდებოდეს იმის ახსნა, რომ ეს გასაკეთებელია, ეს საჭიროა, ხო? მაგრამ ნუ ცხოვრობთ ამ რეალობაში, დადგა ესეთი რეალობა, როდესაც ესეთი პრობლემებიც კი, ანუ ესეთი პრობლემებიც კი განსახილველია და დადგა რეალობა, სადაც ჟურნალისტიკა როგორც ესეთი არის პირდაპირ განადგურების წინაშე რა და ეს პროფესია დღეს არის ასე ვთქვათ ყველაზე უფრო მოწყვლადი და
ხელისუფლება პირდაპირ ბოლო წლების მას თუ დინამიკას თუ გავაანალიზებთ, ცდილობს რომ გააქროს, აბსოლუტურად გააქროს ესეთი სფერო, რასაც დამოუკიდებელი კრიტიკული ჟურნალისტიკა ქვია და ესეთი უნდა იყოს ჟურნალისტიკა სინამდვილეში და ისიც აღსანიშნავია რომ ანუ არა მარტო ჟურნალისტებს, არამედ ყველა სამრეალობას უყენებს, რომ აი თუ არ მოგწონს, აი წადი ხო, ბილეთების ყიდვასაც გვირდებოდა ერთი ადამიანი რამდენიმე წლის წინ. ხო, ну, ყველა პროფესიას ეხება ცოტაში. და სხვა შორის აი თუ არ მოგწონს, თავისუფალი ხარ. ხო, და ну, აი ძალიან ძიმეა ამ ყველაფრის ურება, როგორ ნადგურდება ის აგურები, რომელიც აშენებდა ამ ქვეყნის თავისუფალ დემოკრატიულ მომავალს რა და მით უმეტეს თქვენ შემთხვევაში კი დაასრულა. არა, ეს იყო ჩემი. მით უმეტეს თქვენ შემთხვევაში, როდესაც ეს ორჯერ მოხდა, ესე მიყოლებით ჯერ რუსთავი, შემდეგ მთავარი, აი უბრალოდ არ ვიცი, ძალიან რთულია, მართლა ძალიან რთულია. არა და სულით და გულით შენ გინდა აკეთო შენი საქმე, რომელიც ყველაზე კარგად იცი და რომელიც ყველაზე კარგად გეხერხება, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი გამოცდილება უდევს საფუძვლად. ძალიან რთულია. სალომე, ახლა დებატები ახსენა, ვასკა მე მინდა ახლა წავიკითხო რეპორტერების საზღვრების გარეშე ანგარიში ვკითხულობთ. რომ ჩვენი შემაშფოთებლად დაბალი პოზიცია პრესის თავისუფლების რეიტინგში განპირობებულია შემზღუდავი კანონების, განსაკუთრებით უცხოური აგენტების და მედიის დაფინანსებასთან დაკავშირებული რეგულაციების მიღებით და აღსრულებით, ასევე საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ახალი ბარიერებით და სამართლის უზენაესობის თვალსაჩინო ეროზიაზე მიუთითებს. აი პირდაპირ ასე წერია, ეროზიაზე მიუთითებს. ზოგადად ქართულ ოცნებას ძალიან უყვარს რეიტინგები. რაღაც შემთხვევებში არის, ვთქვათ, უფრო მისთვის სასარგებლო რეიტინგები, რომელსაც ის აქვეყნებს, მაგრამ ხანდახან ეს რეიტინგები რაღაც ეჭვებს იწვევს, თავისთავად ცხადია. დებატები, რომელიც ახლა უცებ გაჩნდა რაღაცა ძალიან აქტუალური სამთავრობო თქვათ არხებზე. შეიძლება ესე ემსახურებოდეს თქვათ აი რეპუტაციული ზიანის რაღაცნაირად გაქრობას ახლა და აღდგენას რაღაც ურთიერთობების, იგივე მედიასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. შეიძლება ეს ამას ნიშნავდეს. აი უბრალოდ კითხვის დონეზე მაინტერესებს. რთულად სათქმელია ისიც იგრძნობა ეს თქვათ შეიცვალა რამე დებატების. ამის თქმა შემიძლია რომ მას შემდეგ რაც დებატები წამოიწყეს სამთავრობო მედიის ეთერებში, არაფერი შეცვლილა ფუნდამენტურად შესამჩნევად ურთიერთობაში ქართული ოცნების წარმომადგენლებსა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს შორის, ამიტომ არ ვხედავ ამის ჩანაფიქრად თუნდაც რაღაც რეპუტაციული გაჯანსაღების მცდელობას. რთული სათქმელია, ცხადია, ვერ დავასკვნი, მაგრამ მგონია რომ ეს ჩანაფიქრი არ არის. აი როცა რა შეიძლება მაშინ ემსახურებოდეს, როგორ ფიქრობ, თქვა ინდექსის მონაცემებში გაუმჯობესებას, ამას ემსახურებოდეს, რა თქმა უნდა, მომავალ წელს ჩანაფიქრი შეიძლება ამის დაშვებას, მაგრამ იცის რომ ლეგიტიმაცია საქართველოს მოქალაქეებში აქვს დაკარგული, იმიტომ რომ იგი მოქალაქეებს აღარ ელაპარაკებოდა. ჩემი შეფასებით ეს არის ეს ემსახურება პარტიის ინტერესს, რომ მან იგი ცდილობს რომ გაანორმალუროს, ან აჩვენოს მაინც საზოგადოებას, რომ მას შეუძლია რაღაცაზე ლაპარაკი. მაგრამ მარტო თავის ეთერებში, მარტო მას საქართველოს მოქალაქეებში ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული. საქართველოს მოქალაქეებში ლეგიტიმაცია, როდესაც დაკარგული გაქვს, რასაკვირველია, საგარეო ასპარეზზე ხო საერთოდ ლაპარაკი აღარ შეიძლება. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია დავაკვირდეთ, როგორი არის მაგალითად ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლები საგარეო ვიზიტები, სად დაფრინავენ ისინი, ვის ხვდებიან, რაზე ლაპარაკობენ და რა შედეგით ბრუნდებიან უკან სამშობლოში. არა, მათ კონკრეტულად იციან, რომ აქ სამშობლოში, სახლში მათ აქვს ლეგიტიმაცია დაკარგული და ეს ლეგიტიმაცია დაკარგეს, იმიტომ რომ თავად გაწყვეტეს მოქალაქეებთან კავშირი. და აქ საყურადღებოა ისიც, რომ დებატები გაბედეს მხოლოდ მათთვის ხელსაყრელ გარემოში, ხო? და არც კი განიხილავენ, რომ მაგალითად მოვიდნენ სტუმრად კრიტიკული მედიის გადაცემებში. თუ ამოცანა არის ის, რომ მედიასთან დაალაგონ ურთიერთობა, უხეშად თუ ვიტყვი. ან შეცვალონ უბრალოდ აი ეს აღებული გეზი, მტრული დამოკიდებულება მედიასთან თქვა. ამის ნიშნებს ჩემი აზრით ამ ეტაპისთვის ქართული ოცნება არ ავლენს. და როცა ზოგადად ვსაუბრობთ მედიის მდგომარეობაზე, მე არც მგონია საერთოდ მგონია, რომ არასწორია ვინმე მიფიქროს, რომ მედიის მდგომარეობა გაუმჯობესდება მნიშვნელოვნად მაინც იმ დრომდე, ვიდრე ზოგადად გაუმჯობესდება ქვეყანაში მდგომარეობა, ხო? პირიქით არის მოსალოდნელი, რომ ალბათ მოვლენები ისე განვითარდება, რომ მეტად და მეტად რთული გახდება მუშაობა კრიტიკული ტელევიზიების თუ ონლაინ საშუალებების წარმომადგენლებისთვის. მაგრამ აქვე ამასაც ვიტყვი, რომ
თუ გავითვალისწინებთ იმას, რა არის მათი მიზანი და ჩემი რწმენით მათი მიზანი არის, რომ კრიტიკული ხმა საერთოდ არ ისმოდეს, ანუ ჩვენ საერთოდ არ ვარსებობდეთ და რადგან ჩვენ მაინც ვარსებობთ, მგონია რომ ესეც არის აღსანიშნავი, ანუ ჩვენ ერთმანეთს უნდა დავუფასოთ, საკუთარ თავებსაც უნდა დავუფასოთ, რომ ჩვენ მაინც ვარსებობთ. და ეს არსებობა მათთვის მაინც არის შემაწუხებელი და პოტენციურად თუ დღეს მაგალითად არ ჩანს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან სასარგებლოა ჩვენი მუშაობა, კრიტიკულ მომენტებში ხო ეს ძალიან ცხადი ხდება ხოლმე მოქალაქეებისთვის, ხო? აი მეტი როგორ უნდა გართულდეს? აი მართლა მაქვს ეს შეკითხვა. აი როგორ წარმოგვიდგენია? კიდევ რა უნდა გართულდეს? კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ თლიანად გავჩუმდეთ? იმიტომ რომ აი ახლა ვართ უკვე ამ ზღვარზე მე. ჩვენ ამას არსებობას ვახერხებთ კიდევ ერთხელ შევახსენოთ მოქალაქეებს, რომ ფინანსური წნეხის პირობებში და ნუ კითხვის ვერდასმა და სიტყვიერი შეურაცხყოფა საერთოდ რა მოსატანია, აი გურამ როგავა იყო ჩართვით და ვსაუბრობთ ხოლმე იმაზე, რომ ფიზიკურ ჯანმრთელობას სიცოცხლეს ემუქრება ხოლმე საფრთხე ამ პირობებში ქართული ოცნება და მაინც ვარსებობთ, ხო? ხო, სხვათა შორის ჩვენზე უარეს მდგომარეობაში მაპატირო გაგაწყვეტინა, ჩვენზე უარეს მდგომარეობაში და ჩვენზე უარესი რეიტინგი აქვს ზუსტად იმ ქვეყნებს, სადაც პირდაპირ ფიზიკური განადგურება ხდება ჟურნალისტებს. მდგომარეობის გაუმჯობესებას 21 ქულით რო უკან დავიხიეთ, ხო? ყველაზე დიდი ვარდნა გვაქვს იმ ინდიკატორში, რომელიც მას ჟურნალისტების უსაფრთხოებას, ესეც ალბათ საყურადღებო ამბავია. მაგრამ აქვე ვიტყვი მასაც, რომ ამოწურვადი არის ხადი, რესურსი არ არის ამოუწურავი, ხო? და მხოლოდ კონკრეტული ჟურნალისტების რაღაც თავგამეტებულმა მუშაობამ და თავდადებამ შეიძლება რომ დიდხანს ვერ გაგვატანინოს თავი, ხო? ამ ფონზე ის რომ ონლაინ პლატფორმები გააძლიერეს ჟურნალისტებმა არის ჩემი აზრით მნიშვნელოვანი ძალისხმევა, მაგრამ არის თუ არა საბოლოო გამოსავალი, მაინც რთულად სათქმელია, ისევ იმას თუ გავიხსენებთ, რა არის მიზანი. და მიზანი არის ჩემი რწმენით, რომ კრიტიკული ხმა საერთოდ გაჩუმდეს და თუ ეს არის მიზანი, ამის შესრულება შეეცდება ყველგან, ხო? არა მხოლოდ მედიების დახურვით თუ განადგურებით, არამედ თქვათ ონლაინ პლატფორმებსაც შეაღწევს რეჟიმის ძალისხმევა, ხო, რომ მათ გაჩუმებასაც შეეცდება ყველა გზით. ამიტომ გრძელვადიანი გამოსავალი ალბათ ის არის, რაზეც საუბრობდა გურამი, საზოგადოების მხრიდან სოლიდარობის გამოხატვა, იმის გაცნობიერების გამოხატვა, რომ მათ მედია ესმით როგორც საკუთარი კეთილდღეობის, საკუთარი უსაფრთხო განვითარების ნაწილი და არა რაღაც განყენებული, რომ თითქოს ცალკე არსებობს რამდენიმე მედია ორგანიზაცია, მათი წარმომადგენლები, მათ აქვთ რაღაც პრობლემები და ეს მე არ მეხება. აი ეს გააზრება მათი ხმა ჟღერდება მხოლოდ ჩვენი მეშვეობით, ამის დავწყადია. ასე დამატება მინდოდა თუ შეიძლება. აი ბიზნესიც მინდა, აი ბიზნესი რამდენად უნდა იყოს, თქვათ, აქტიურად ჩართული ამ პროცესებში. ხო, არა, მოდი ორად გავყვეთ. ჯერ მინდა რომ დავამატო ამ ნაწილს და შემდეგ უკვე ბიზნესიც ვისაუბრებ აუცილებლად, იმიტომ რომ ეგ ძალიან საინტერესო დეტალი არის და ძალიან მნიშვნელოვანი ამ გენელი ამ ფორმულაში. მოკლედ, ჩვენ საუბრობდით იმაზე, თუ აი თავისუფალი მედია, ჟურნალისტიკა რამდენად მოწყვეტი გახდა, ხო? და საუბრობთ ამაზე და აქ ერთი რაღაცა არის ჩემი აზრით, არ ვიცი, ჩემი პირადი აზრია, მნიშვნელოვანი, რომ ეს რაღაცა ხრიკების ახალ-ახალი ხრიკები, ანუ არ გამოელევა ავტორიტარული რეჟიმის შემქმნელ სისტემას, არც ფანტაზია არ გამოელევა და ისიც ნახეთ, სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ფანტაზია, რომ რა ვიცი, Facebook-ზე გამოთქმული აზრის გამო ადამიანები დაიჭირენ, ხო? ანუ ეგ დავალაგოთ, ეგ არ გამოელევა და სურვილი რომ კიდევ და კიდევ μέτად შეავიწროვოს თავისუფალი მედია არსებობს და არსად აწავა. უბრალოდ რის თქმა მინდა, ნახეთ, რაღაცა მომენტში შეიძლება კიდევ უფრო მეტი წნეხი წამოვიდეს, მათ შორის ფინანსური, მათ შორის სამართლებრივი, მათ შორის ფიზიკური და ასე შემდეგ. ასე რომ არ ვიცი, რაც მეგობრული რჩევასავით თუ გაფრთხილებასავით, რომ აქედანვე უნდა დაიწყოს ახალი ტექნოლოგიების, ახალი მიდგომების, ახალი სივრცეების ათვისება და ვასკაც საუბრობთ ამაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა, იმიტომ რომ ყველანაირი სცენარისთვის იმდენად რთული მოცემულობაა, რომ ყველანაირი სცენარისთვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რა, ჩვენი კოლეგები, ჟურნალისტები, ვინც ამ სფეროში არის და აგრძელებს ბრძოლას, რომ ეს გვახსოვდეს სულ და საბედნიეროდ ძალიან ბევრი ტექნოლოგიური სივრცე შეიქმნა ბოლო დროს და ეს ჩემი ერთწლიანი პაუზა ამას ეთმობოდა სხვათა შორის ამ სივრცეების ათვისებას და ასე ვთქვათ შესწავლას და გაანალიზებას და კი ეს იქნება
ძალიან მნიშვნელოვანი რომ ეს სივრცეები არ დარჩეს აუთვისებელი და დროულად მოხდეს ამ სივრცეების ათვისება რომ ასე გადაინაცვლოს იქ და დაასწროს ასე ვთქვათ იმ რეპრესიული რეჟიმის მარწუხებს რომელიც შეიძლება ნებისმიერ მომენტში კიდევ უფრო მოუჭიროს რა ავტორიტარულმა რეჟიმმა იმიტომ რომ მისი ინტერესი არის და უყურებ რა შეიძლება საერთოდ არ იყოს თავისუფალი და ესეთი ძლიერი ვერ არის იმიტომ რომ სრული აქამდე საკონკრეტული აზრი გაჩვენეს თუმცა ვიზიარებს რომ აქამდე ჩვენ მაინც ვარსებობთ თორე სრული აქამდე ქონდა რომ საერთოდ გაჩურებული იყო კრიტიკული აზრი აღარ გაჟღერებული ტექნოლოგიების განვითარება ეცდებიან მაგრამ არც აქეთა მხარეს არის ისინი არ არიან ყოვლის შემძლეები და აქეთა მხარეც არ არის სუსტი ამდენი ხნის განმავლობაში კი არა ჩვენი დამსახურების გარეშე რომ მათ ბევრი რაღაცა გამოუვიდათ თუმცა ჩვენც ვადაპტირდებით ჩვენც არა ვართ სუსტი ხალხი გამოცდილებაც გვაქვს და აუცილებლად როდესაც სიმართლე არის აქეთა მხარეს სიმართლე აუცილებლად თავისას გაიტანს არა მაგაში მეც გეთანხმები სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული შეიძლება გვიან მოხდეს მაგრამ აიც და ბიზნესის მხარდაჭერაზე კიდე რაღაც გეთქვა სანამ აუცილებელი არის ხა ისიც გვახსოვდეს რომ ნებისმიერი მედია მოდელი დგას იმაზე რომ ეს იყოს დაფინანსებული რეკლამიდან ხო ანუ რის მედია ბიზნესი ეს არის ხო ანუ ქმნი რაღაცა პროდუქტს რომელიც არის საზოგადოებისთვის საინტერესო ქმნი შესაბამისად ამ ინტერესი ითარგმნება რეიტინგში რეიტინგი ითარგმნება სარეკლამო შემოსავლებში სამწუხაროდ მე რასაც ახლა ვუყურებ და ვადევნებ თვალს ბიზნესი კიდევ უფრო მოწყვლადი გახდა ამ რეჟიმის მიმართ მოწყვლადი გახდა ეს გამოჩნდა იმითაც თუ გახსოვთ ფასების კომისიაზე რომ დაიწყო მუშაობა და მაშინ ძალიან ბევრი კითხვა გამოჩნდა რომ რა იმ მიზნებს შეიძლებოდა იმსახურებოდეს ეს იყო პროპაგანდის ინსტრუმენტიც ცხადია პროპაგანდისტული მიზანიც იყო თქვათ სხვა მიზნებიც მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზანი რაც იყო ჩემი აზრით და რაც გამგებმა გაიგო იყო ბიზნესისთვის გაგზავნილი გზავნილი რომ ხო რომ მოკლედ ბიჭებო იცოდეთ რომ თქვენ შეიძლება იგივე პრობლემები დაგიდგეთ რაც დღეს უდგას მაგალითად ტელეკომპანია ფორმულას ტელეკომპანია პირველს Powers ედგა ამ მესიჯსაც ზუსტად იმას გულისხმობ რომ პირდაპირ გაფრთხილება თქვა ხო რა თქმა უნდა მაგას ვიძახი რა და გასაგებია მაგას ვიძახი და ესეც ანუ ის იშვიათი გამონაკლისები რაც არსებობს ქართულ ბიზნესში რომელიც თქვა რეკლამას მიაქვს თქვა დამოუკიდებელ მედია საშუალებებშიც ძალიან დასაფასებელია მაგრამ როდესაც საუბრობთ იმაზე რომ ბიზნეს მართებს თუ არა მეტი აქტიურობა გააზრება იმისა რომ ეს სამოქალაქო პასუხისგებლობა მისი წილი მის მხარესაც არის ხო ეს არ შეიძლება იყოს მარტო ჟურნალისტების არც პოლიტიკოსების და რაღაც თითოეული მოქალაქის პასუხისგებლობაა რომელსაც ვერ გაიქცევი რა ანუ ეს თან ვის და შეიძლება ბიზნეს ყველაზე მეტად დაჭირდეს სწორედ დამოუკიდებელი მედია და სწორედ კრიტიკული კი და სხვა შორის ბიზნესზე თუ საუბრობთ ბიზნესი რასაც კლასიკური გაგებით ბიზნესი ქვია ყვავის და ვითარდება და მდიდრდება დემოკრატიულ თავისუფალ სივრცეებში და არა ავტორიტარულ რეჟიმებში აბსოლუტურად გეთანხმებით. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, იმისთვის რომ დღეს ვიყავით ერთად და განვიხილეთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხები ჩვენთვის, საზოგადოების ყველა თითოეული წევრისთვის. მინდა მადლობა გადავუხოთ რა თქმა უნდა ჩემს სტუმრებს მოგზაურებისთვის და მათი საქმიანობისთვის. ასევე მადლობა დღევანდელი მარშის თითოეულ მონაწილეს, რომელთა შორის დიდი ალბათობით ჩვენი ვიდეოს გმირიც იქნებოდა. თუ ბიძინა რუსთაველზე არ არის, ესე იგი მთაშია. ევერესტი დიდი ამბავი არ არის ბიძინა გუჯაბიძეს რომ ვკითხო პირველ ქართველ თამსვლელს, რომელმაც ყველაზე მაღალი მწვერვალი ორჯერ დაიპყრო. ლეგენდარული ქართველი ალპინისტი და საერთაშორისო სამთო გიდი თვითონ არასოდეს ამბობს, რომ სიმაღლე დაიპყრო ან თა დალაშქრა. არადა მის ანგარიშზე 300-ზე მეტი პიკია, მათგან 6-8000 მეტრზე მაღალი. შიში, რომელსაც 67 წელი თვალებში უყურებს და ჟინი, რომელიც ამ შიშს ყოველ ჯერზე ამარცხებინებს. ნახეთ ბიძინა გუჯაბიძის საქართველოს ამბავი, მე გემშვიდობებით მომავალ შაბათამდე. ცოტას არ სწავლობ. ბავშვები ცოცავენ თავიდანვე. დაიბადებიან, მას მერე ცოცავენ. კარადაზე, საწოლზე, კლდეზე. ალექსანდრეს უფრო გვიან მოუწია ახლა. მაგრამ ეს უფროსები უფრო ადრე დამყავდა ექსპედიციებში.
სვანეთში, ჩრდილო კავკასიაში. ძოლი ტიანშანზეც ყავდა. აი, დათვარ. აი, აბაშენცი. ძალიან ის იყო შვილი რო დამიდგა დაცვაზე პირველად და რაცა შვილიშვილებისთვის ძალიან საინტერესო იყო ეს გამოცდილება რომ ბაბუას იცავენ და ვიცი ისე ყვებოდნენ თურმე ამას სკოლაში რა მაღალია თოგი მძიმედ მოდის რა. ცოცვა არის ყველაზე ესეთი საუკეთესო სპორტი. ძალიან ხანგრძლივი სპორტია. ასე ხანგრძლივად სპორტში იყო თითქმის მე მგონი სხვა სახეობაში შეუძლებელი არის. ამიტომ ყველა ადამიანმა და ეცადოს რომ იცოცხლოს რა. ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია ცოცვის დაწყება. სადაც არ მოახერხებ ამას რა. ეგ ბეტონზე იქნება, რაღაც შენობის კედელზე, ხეზე თუ ის არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჯობია ბუნებაში. დაცვამზად არის. ამსვლელობას ხშირად შევადარებ მას ცხოვრებას რა. ყველაზე დიდი შეცდომა საკუთარი შესაძლებლობების ვერ შეფასება, აი ვერ მეხვდები რომ ეს შეგიძლია, არ შეგიძლია, ზედმეტს როცა აიღებ შენ თავზე რა. ამ შეცდომებს როცა მაშინ უშვებ, მაშინ ვერ ფიქრობ, რომ ასეთ შედეგს გამოიწვევს. ამიტომ ჩვენ ასეთი ანდაზა გვაქვს, რომ ზარმაცი გიდი, ზარმაცი მთამსვლელი მალე კვდება. ანუ როგორც კი რაღაცას უარყოფ, რაღაც უსაფრთხოების რაღაცა ნორმებს, რომლებიც აუცილებელია, რომ ეს დაიცვა. როგორც კი ამას უარყოფ, არა უშავს. ეხლა გავუძლებთ, ეხლა გავატარებ და მაშინ რაღაცა ხდება. ამაზე მე რა ბიეკი და ოწყვეტის დროს. მედახის ჩვენი ქვეყანა გესმით გუგუნი მთავარი როცა მოგვიხმობ სამშობლო საბჭოთა პერიოდში თამსვლელობა იყო თავისუფალი ხალხის საქმე, თავშესაფარი. ჩემ თავზე არ ვამბობ, მაგრამ ძალიან განათლებული და ესეთი ხალხი იღებდა მაშინ მონაწილეობა ძალიან ბევრი იყო ფიზიკოსები, ექიმები, რაღაც მათემატიკოსები, ინჟინრები. ეს იყო საბჭოთა კავშირიდან ფაქტიურად გაქცევა და თავისუფლად ცხოვრობდით. უმეტესად რა თქმა უნდა ცდილობდნენ რომ აი ნებისმიერ ჯგუფთან ყოფილიყო KGB-ს თანამშრომლები რა. მაგრამ მაინც ვიყავით თავისუფლები. ამიტომ დიდი ბედნიერება იყო დაში ყოფნა. ყველა ხეია ღვიძლ და შერაშვები ბროწეულა. თავი არის პროცესი თამსვლელობაში. მიზნისკენ სვლა, ყველა ნაბიჯი რაღაც სანტიმეტრობით მიიწევ მწვერვალისკენ რაღაც და არა მწვერვალზე დგომა რომელიმეზე, რომელიც არ უნდა იყოს. სოფლიოს უმაღლესი თუ სოფლიოს უმაგრესი თუ რა პროცესი. ეს პროცესი შეგჭირდება თვითონ ადამიანს რომ რაღაცა გაიზარდო, მზად იყო რაღაც ქვეყანაში გადასასვლელად ან საერთოდ რა ცხოვრებისათვის. ესეც ჩვენი ქალაქი და ქალაქი თბილისი. ლამაზი ვერ არის აქედან. ადრე უფრო ლამაზი იყო. და კიდევ უფრო ლამაზი იქნება. ეს ქალაქი, ეს ქვეყანა, ჩვენი ხალხი იმსახურებს თავისუფლებას, ბედნიერ ლაღ ცხოვრებას, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება ჩვენ ხალხს. ეხლა ვიწყებთ დაშვებას.
დღეს კიდევ ერთი დღით შეუმცირდა სიცოცხლე რეჟიმს რა. და ჩვენი თავისუფლებაც კიდევ ერთი დღით ვთქვათ მოახლოვდა რა. და ყველას გვეჩქარება. არ გეჩქარება თქვენ, გამთავრება. ძალიან ბევრი საქმე გვაქვს საკეთებო. რა ვიღაცებს კი გონივართ, რომ უსაქმურები ვართ და აკაცუკი. ჯარიმა 5. 25,000. ჯერჯერობით, ხო. ისე სხვა ჯარიმები ადრე დაიწყეს რა. ამ ჯარიმებზე ადრე რაღაცა პატარა დანაზე სამაშველო რაღაც დანა მქონდა და კატა მიმყავდა იმასთან. ვეტექიმთან რა. ხო და მაშინ და მეოთხარი ეს დანა დამრჩენია თიდან ჩამოსული ვიყავი რა და იგივე შარვალი მეწოდა დანა მეკიდა რა იმას კამარზე. პატარა დანა არის პეცელის სპეციალური თოკის გადასაჭრელი დანა არის რა და აი მეოთხარი და პირველად დამჭირდა მე თქვა რომ აი ისა ვარ დამსვლელი და მაშველი და რაღაც დამრჩენია რა რამ დამსვლიო აი მეოთხარი რავი ვარ რა და მოგეთ არ დაიჯერეს და მე ნავარჯიშე ბიჭი ჩანხარ შენ და ისე კომშენებლობასთან ვიდექ და მოდი შევეჯიბროთ რა ხერხზე აზიდვაში და დავიწყე ხო და მიყურა და არა რაღაცა დამინახავს გადამიღებსო და ამ დროს მეორემ დაიწყო საბუდის კონდა პირადობა ჩემი და Google-ში მონახა და ოი მართლა თამსვლელი იყო ევერზე ხარ ნამ ორჯერ კი მეოთხარი და ამ დროს მეორე პაის გამოიძახეს მეორე ეკიპაჟიც კატა გაგიჟდა ცხელო და 50 მეტრი მქონდა დარჩენილი კლინიკამდე რა ცოტა სხვანაირად რო დაგვლაპარაკებოდიო სხვანაირად რა დავეთქვა გლეთ რა არა უშავს გამარჯობა როგორ ხარ გამარჯობა რა შევიდით უძლებ ნიკოლოზ როგორ ხარ ამდეხანი არის გამარჯობა ჩემთან ერთად წამოხვალ ხო მე და კი მე და ალექსანდრე ვართ რა შეუძლებელია რომ აი ამდენი უკანონობა ამდენი უსამართლობა ესეთი შეურაცხყოფა ამ თავრობისაგან, ამ ქოცური თავრობისაგან ჩვენ ავიტანოთ ის რომ აი ერთი კაცის ჭკუაზე, ასე ვთქვათ, სიარული, რაღაცა აი მთელი ქვეყნის ერთი კაცის და მისი მონების ჭკუაზე მოწყობას საკუთარ შევეგუოთ, შეუძლებელია. ის ეგეთ ცხოვრება, ანერად ეგუებიან იმას, არ მასწავლეს. ბედნიერი ხარ? ცხოვრები, ოქწორს ასასაკეთო. ახალგაზრდა კაცი ხარ რა. აი ამ ქვეყანაში გინდა ცხოვრება, ასეთ ქვეყანაში. განს ადგილას მაგრამ შემწხვებოდა რა. კი, მერისა, ვაიმა შვილიშვილებს მოუყევით მერე. შვილიშვილებს მოუყევით მერე, მე მომკლეს ბაბუ, მომკლეს. ვინ იქცევა გიხედავ. აი გიარეთ ეხლა იქ მე უნდა ვიყო, იქ შენ უნდა იყო, ჩემი შვილები უნდა იყოს, ხო? ისე ციხეში. უბრალოდ შემთხვევით არა ვართ რა. ჩვენ გამოგტაცეს ხელიდან, აი თქვათ იმაში თბილისი მოლთან, ან რუსთაველზე, ან საღას, შემთხვევით არ დამიჭირეს, იყო რომ აი ეს ბიძინა საქმეად რა დავიჭიროთ ან რა. ხო და შემთხვევით არა ვარ, ჯერჯერობით, ხო? და ისინი კიდე ზიან რა, იქიდან ჩვენ გველოდები, აი რამ უნდა გაგვაჩეროს სახლში, რა უნდა შეისმინოს, ახლა ზარქუა და ამიმარა ყაველაშვილმა და რა ვიცი გვარებით დამაწყებიებთ ახლა მაგაზე ლაპარაკ არიან რაღაც სოროებში შეკეტილი, დადიან ერთმანეთის
რესტორნებში, ვინმე საჭმელში არ ჩაგვიგო უკაცრავად. არ ჩაგვიფურთხოს, ვინმე რაღაც არ გითხოვს ქუჩაში ვერ გამოვლ. არიან ციხეში არიან ფაქტიურად რა. სად ყოფნა ახლა ყველაზე ადვილი მართალი გითხრა არ ვიცი რა სად უნდა იყო რომ რაღაცა მშვიდად იყო ციხეში გარეთ სახლში და მალული თუ აი სად ჩვენ ვივრცეთ თავისუფლებისათვის ჩვენი სამშობლოსათვის ჩემი შვილების შენი შვილების შვილიშვილების მომავლისათვის რა და ამაზე უკეთესი რა უნდა გავაკეთოთ, რა მწვერვალზე უნდა ავიდეთ, რა სახლი უნდა ავაშენოთ, რა ხიდი უნდა გავდოთ მდინარეზე, ან რა უნდა ვქნათ. ეს არის ყველაზე მთავარი. მაგრამ აი როგორ შევძლებთ, ეგ უკვე ცალკე ამბავია. ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად. პირველი ასვლა რო ჩადარდა, მაგ აკეთეს, მაშინ 27 დღე მიდიოდი. ხო, და ხო, პირველი მაგ მარშრუტზე ზუსტად. და ისა რა ქვია 1 კილომეტრს არა ხო მაგრამ ბედნიერები ვართ ფაქტიურად აი ასეთ მომენტში რომ მოხვდით რა მაგრამ ბავშვობაში ალბათ მინატრია რაღაც 300 არაგველში რომ გავრეულიყავით თქვათ ან გიორგი სააკაძეს ან დავით აღმაშენებელთან ერთად დიდგორში ან სადმე რა ასმინძისო იმ დროს არ დავიბადეთ მაგრამ რა დროსაც დავიბადეთ მაგარია ძალიან გამიხარდა რომ მითხარი რომ უჩემოთ არ გახსნაოდა ეხლა შეხარ პასუხისმგებელი ვარიანად მძიმე როგორ ისე იყოს რომ ორივე რომ მივწვდეთ რა ვა რა საინტერესოა რა ისტორია აქვს ამ სკიურს შიგნითან ფიროსმანით ხო რაღაც ისეთია სკიურის მეკობრის სკიურის ის არის იმიტაცია და მე მგონი პანდორას ყუთის გახსნას დავით მეშინი ახლა მე ვერ გეტყვი რომ თავიდანვე ვიცოდი რომ გაცრავა და დამპალ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობთ ის რომ ეს კომუნისტები ასეთი საშინელება არიან ის რომ ეს ყველა არ ვიცოდი სოფელში დავიბადე სოფელში გავიზარდე სანამ ერთი ჩემმა კლასელმა რომელიც ახლა არ დადის ჩემს გვერდით არ ადგას რა ხო მაგრამ იმან რომ ჩამოიტანა ამბავი თბილისში ჩამოდიოდა ბიძასთან სტუმრად და ჩამოიტანა ამბავი ეგრე არ არის და დღეს მეშვიდე კლასელები ვიყავით რომ აი ჩვენ რაღაც თურმე ეს ასე იყო თურმე ეს ასე თურმე კომუნისტები ბოლშევიკები ჩვენ რამდენს ვიბრძოდით ჩვენ სულ სხვა ვართ ჩვენ არ გვინდა რა ამ რუსეთთან ისე და აი მეშვიდე კლასიდან უკვე სხვანაირად დავიწყე ფიქრი რამდენჯერმე მრიცხავდნენ სკოლიდან მრიცხავდნენ კომკავშირიდან მაგრამ რას უნდა შევეშინებიეთ მაშინ რა რაღაცა ეს რამდენი წლის ხარ ნეპალური ეგ არის ალბათ 95-ში გადაღებული და 93-ში ესე იგი 33 წლის აი დედა ჩემი ის იყო ბიბლიოთეკარი ამიტომ სათავგადასავალო წიგნები მოგზაურობა ბუნება რაღაც მერე გეოლოგია იმიტომ რომ ბიძა ჩემი ის იყო გეოლოგი იყო უბრალოდ პროფესიით გეოლოგი ხო გეოლოგი სამთო ინჟინერი გეოლოგი რა ბუნებაში მინდა და ცხოვრება იცოდი რომ სადაც ვერ დავждდებოდი კაბინეტში ეს და შემთხვევით ალპინია და იყო ჩვენს ინსტიტუტში და წავედი და მაშინ დავიწყე ცოცვა და მერე დაიწყო ყველაფერი ცოცვა ბოტანიკურ ბაღში ხო ბევრი წელია რაც მთაში დადიხარ 79 წლიდან მანამდეც დავდიოდი როგორც მწყემსად ისე რა პატარა ბავშვი მერვე კლასში ვიყავი მწყემსად რომ წავედი მთაში ცხენი ნაბადი თოფი მერვეში ასე რომ კი გურული კი ვარ მაგრამ არ არის ახლა მთა ჩემთვის უცხო აი თქვა ჩხარაზე ასვლა არის აგერ ჩემთვის არის ყველაზე დიდი მთა აი თვითონ თამსვლელური სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის ან თვითონ სწავლებისთვის
რო არ მჭირდებოდეს და მარტო ჩემთვის დავდიოდი, შეიძლება მარტო უშფაზე მევლო რა, იმდენად ძვირფასი რამეა რა და ყველა ასვლა ჯერ არ ყოფილა, რომ ისა რომ აი ფაქტიურად გული არ ამჩოყებოდა რა, მწვერვალზე რო ავდივარ, რა, ესეთი ის არის. პირველი ასვლა მქონდა 85-ში მიშლეევის მარშრუტზე. ახალ დაქორწინებულები ვიყავით, ფაქტიურად საქორწინებო მოგზაურობაში წავედით სვანეთში, მარინე დავტოვე საბაზო ბანაკში და მე წავედი მარშრუტზე. 19 დღის მერე ჩამოვედი. პირველი მარშრუტი ეგეთი და მე ბევრჯერ აი თქვათ სამთრის უშფაზე გადაღებული ერთ-ერთი ფოტო. ხო, ასეთი რაღაცებს შემიძლია დავთვალო, თქვათ ხანზე რამდენჯერ ვიყავი, ან გამარჯვების პიკზე ან რაღაც, მაგრამ აი საერთოდ ახლა ვერთვლი დაახლოებით 120 პრომო მყინვარწვერზე. მაგრამ აგერევა მე ვერთვლი, ართვლი. აი თქვათ ეს არის პირველ 8000-იანზე გადაღებული. 8858 მეტრი. ისეთ ბევრი არაფერი. არ არის ევერესტი დიდი ამბავი რა. აი ჩემი გამორჩეული მწვერვალი არის აი გამარჯვების პიკი 7000 რამდენია 439 მეტრი. ხელფასი არ მქონია არასოდეს. სანამ აი გეოლოგი ვიყავი, მაშინ მქონდა რამდენიმე წელი, 3-4 წელი, 90 მანეთი მქონდა ხელფასი და მე ხელფასი არ მქონია, აი რომ აუ ხელფასი ჩამერიცხე, ეგეთი არ მქონია. მე ცოტა ხანს მუშაობდი მაშველად, მაშინ მქონდა 3 თვით ხელფასი რა, 1000 ლარი. თორე ისე არ მქონია. იმითი რომ აი ვიცი, სიმაღლე, თოკი, რაღაცა შემიძლია ორგანიზება ხალხის ჯგუფის, აი ვაკეთებდი 1000 რაღაცას რა, აი შელესვა, შეღებვა, მონტაჟი, დემონტაჟი, ბადეების დაკიდება, კლდეების წმენდა, ეკლესიების ახურებები, აი თქვა ძალიან ბევრი ძეგლზე მაქვს კი ნამუშევარი, თქვა პირველად იხსნებოდა ახალი ტაძარი 87 წელი იყო მეტეხში მაშინ თეატრი იყო მეტეხის თეატრი და ჯვარი უნდა დამედგა ნეხამრიდი იდგა რა წვეტიანი ის იყო და ქუჩინ ტაძარი იყო და დავიწყეთ ამ თეატრის დემონტაჟი თანამშრომლებიც რა თქმა უნდა გვეხმარებოდნენ და მოკლედ შიგნით იყო დასაკიდებელი ჯაჭვი და აი ამ გუმბათში შიგნით ასვლა და აი ამის დაკიდება და ამ დროს პატრიარქი შემოვიდა და რაღაც დამინახა როგორ ავდიოდი აქ თოკი და რაღაც თხოვა რომ მოკლედ რამეს გამიმოვიდა და იჯდა და ქვევიდან მიყურებდა და გულშემატკივრეობდა რაღაც და მე მოხსენით ეს შიდა განათება, სცენა რაც იყო ეს მე ჯვარიც დავდი. რავი ასეთ ბევრი საინტერესო ну ერთ-ერთი საუკეთესო სამუშაო იყო ვარძიაში ბადეების დაკიდება, მაშინ კლდეებზე ახალი ის იყო და ჩვენ დავიწყეთ და არ ქონდა დიდი გამოცდილება, თან ვაკეთებდით, თან სწავლობდით. სამების გუმბათი ჩვენი გაკეთებულია, განათება სამების იქ მთელი ეს სახურავი, გუმბათი ჩავსვით იმაში, ხარაჩოებში. გავაკეთეთ თაროები, ანუ რაზედაც ხალხი იდგა, ასე თქვა და მუშაობდა რესტავრატორები და ეს მთლიანად შევფუთეთ ბრეზენტში. დაახლოებით 1500 მეტრი ქონდა შეფუთული, ისე რომ ნიავი არ უნდა შესულიყო შიგნით, რომ ეს სუსალის ოქრო დაედოთ, ფერფლივით არის ესე ბლოკნოტებში ჩადებული და იმიტომ რომ შეისუნთქო ღრმად როა მოისუნთქო ეს ჩაგეყლაპება ეს ოქრო ისეთი თხელი და ეს გამჭვირვალე ეს არის. რავი მე ერთ ახლობლად 15 ეკლესიაზე მაქვს ჯვარი დადგმული. შვეიცარიელ ექსპერტებთან ერთად გავცემთ სერტიფიკატს, ვასწავლით და საერთაშორისო სერტიფიკატს გავცემთ, რომ როგორ უნდა იმუშაონ უსაფრთხოდ. ხო და ყოფილა შემთხვევა, რომ იქ რაღაც შემკვეთებს უთქვამთ, რომ შენ ეგრე არ გამოვა. ეგრე არ გამოვა შენ, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს წინააღმდეგ ხარ, იმიტომ სამუშაოს ვერ მიიღებ. სახელმწიფო გამოყოფს ალპინიზმს და ფულს, რომელიც მართალი გითხრა არც მიმაჩნია, რომ ეს
სწორი და ეს არის მართალი. არ უნდა აფინანსებდეს. თქვათ, ეგრე დაფინანსებული სპორტები როა, იმიტომ წავიდა საქმე ცუდად. ნორვეგიაში მე მგონი საერთოდ არც ოლიმპიურ ჩემპიონს უხდიან რამეს და არც არავის რა, უბრალოდ სპორტის ინახავს ბიზნესი რა. კანონი ისე არის, რომ აწყობს ბიზნესს, რომ ჩაერიოს სპორტს, აინტერესებს რა. აქ ჩვენთან როგორც კომუნისტების დროს, იმიტომ რომ უბრუნდებით საბჭოთა კავშირს და რაღაც რუსულ წყობას ისე არის რა. მოკლედ, რა ვიცი, გადაწყვიტეს, რომ ალბათ გადაწყვიტეს, რომ ბებერი ვარ, ალბათ გადაწყვიტეს ის, რომ თვითონ უკეთესად გააკეთებენ. და მოკლედ ძალიან შემიცირეს რა, მაგრამ არა უშავს რაღაც ნახავ საშუალება. იმედი მაქვს მოვასწრებ ანტარქტიდას, მოვასწრებ კარსტენზის პირამიდას, მოვასწრებ პაკისტანში ერთ-ორ კარგ ისეთ კლდოვან მარშრუტს. იქნებ 1-2-8000-იანიც მოვასწრო, მაგრამ ამას უნდა კარგი ცხოვრება, დალაგებული, მშვიდი, უნდა სპონსორი და არა ისეთი რომ ახლა მაგალითად გუშინ გამომიცხადეს რომ ჩემი ახალგაზრდებთან რაც მქონდა ესე ვთქვათ პროგრამა დაგეგმილი წლევანდელი ზაფხული წლევანდელი სეზონი რაღაც მეოთხე დიც კი არ დამიტოვეს რა და მართალი გითხრათ არ ველოდი რომ რაღაც ამას აქში აი ამ დროში რაღაც ასეთი თავგადასავლები თუ გვექნებოდა რა და აი ასეთ განსაცდელებში თუ ჩავარდებოდით და ასეთი ბრძოლა თუ მოგვიწევდა რეები გადავიტანეთ კიდე რა გველოდება კაცმა არ იცის რა მაგრამ გამჩერებლები არა ვართ უბრალოდ სათვალეს იკეთებ და ისევ კამერას ისჩები და იყურებ და ეგეთ რაღაც გავაკეთე. შეგვიძლია. ეგ მარტო კინოებში ხდება, მთაში არ იხსნიან სათვალეს. არა ნაკლები ქვეყანა ვიქნებით ევროპულ თის ქვეყნებზე ნაკლები არ ვიქნებით მალე, მაგრამ დიდი შრომა დასჭირდება ამას. მე ალბათ ვერ მოვესწრები ამას, მაგრამ იმედი მაქვს ჩემი შვილები ნორმალურ თავისუფალ ბედნიერ ქვეყანაში იცხოვრებენ, რომ იამაყებენ, რომ მე ქართველი ვარ, მე საქართველოს მოქალაქე ვარ. ეს ჩემი ქვეყანა. ეგ იქნება, აუცილებლად იქნება.